გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი, ადგილი, რომელსაც პირადად მე ვენდობი და ვირჩევ. ყვავილების შეკვეთა კი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. მისამართი მიცკევიჩის 15 ნომერია. ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის კიდევ ერთი სპონსორია გამორჩეული დიზაინის და გემოს ღვინო ისტორია. თუ გსურთ შექმნათ განსაკუთრებული მომენტები და დაწეროთ ისტორია, მაშინ ეს ღვინო სწორედ თქვენთვის შეიქმნა. დეტალებს უკვე აღწერილობაში მივუთითებ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის კახი ლობჟანიძე. კახი, დღეს არის პირველი ეპიზოდი და მე გადავწყვიტე შემექმნა პოდკასტი. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც მე ვიყავი ძალიან ცუდად, მართლა დაკარგული ვიყავი, ცხოვრობდი ილუზიაში, ვერ ვაანალიზებდი, სად ვიყავი, ანუ როდესაც ავსტრიაში ვიყავი, ფიქრობდი, რომ საქართველოში წარმატებული მომავალი მექნებოდა თუ ვიქნებოდი, ანუ არც იქ ცხოვრობდი, არც ავცხოვრობდი, ცხოვრების არც ერთი სფერო არ მქონდა დალაგებული მე პირადად მაშინ მაგალითად და გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში პოდკასტი, რომელიც რაღაც რო დავიწყე ამის მოსმენა, ყოველთვის ისეთი სტუმრები იყვნენ, რომელიც რაღაცა გათვითცნობიერებას მიტოვებდნენ და მაგრძნობინებდნენ, რომ აი შენ შეგიძლია ცვლილებები, შენ უნდა დასვან უბრალოდ სწორი კითხვები საკუთარ თავთან და მთავარი არ არის, რომ სწორი პასუხები გქონდეს. მთავარია დასვან სწორი კითხვები და მინდა რომ ეს პოდკასტი ზუსტად ასეთი იყოს. ადამიანი, რომელიც შეიძლება ეხა დაკარგულია, ან არ ვიცი, ჩართავს და მოგვისმენს და იტყვის, რომ ხო, ეხლა მე ეს ჭირდებოდა და მისთვისაც ეს პოდკასტი აღმოჩნდება მისი გზა. და ამიტომ ჩვენ დღევანდელი პირველი სტუმარი ხარ შენ. თემით ჩვენ თემაც გვაქვს, ეს არის თემა თვით გამორკვევა. მაგრამ ყველაზე ხშირად, რასაც ბოლო პერიოდში მე პირადად მეკითხებიან, სად არის კახი? ისევ კოუჩია? კახი, როგორ ხარ და სად ხარ დღეს? გამარჯობა და მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. როგორც 5 წლის წინ მოლოცვით დავიწყეთ მერაკის პირველი პროგრამა, იმის შემდეგ უკვე მხოლოდ თითქმის 5 წელი გავიდა და ეხლა უკვე მერაკის პოდკასტს გილოცავ და დარწმუნებული ვარ, ეს პოდკასტი კიდევ უფრო წარმატებული იქნება და ამას შეჭვენ მეპარება, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ სიტყვები, ჩვენ 5 წლის წინ იდეიდან დაწყებული პროგრამა, დიდი არაფორმალური განათლების ცენტრად გადაიქცა ფაქტობრივად ჩემთვისაც და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მისი მონაწილეებისთვის, რომლებმაც ნამდვილად კონკრეტული პრაქტიკული შედეგები გამოიღო, როგორც შენ ცხოვრებაში, როგორც ასევე ჩემ ცხოვრებაში, სპიკერების ცხოვრებაში და რაც თავარია, მათი მონაწილეების ცხოვრებაში, მათი ცხოვრების შეცვლით, პროფესიის შეცვლით, გამორკვევით, მოტივაციის ზრდით თუ რაღაცა კონკრეტული მიზნების მიღწევით. პოდკასტის ნაწილშიც მადლობა, რომ ჩვენით დავიწყეთ და ასე ვთქვათ, მე შემარჩიე პირველ სტუმრად. ეს ძალიან დიდი პატივია და ასევე და რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა. კითხვაზე კახი კოუჩი არის თუ არა, ამ კითხვაზე არის და იქნება, იმიტომ რომ მე ეს პროფესია როგორც ასე ვთქვათ, როგორც საკუთარი თავი ისე ვიპოვე და როგორც კახი ვიქნები ალბათ ყოველთვის, ესე ვიქნები კოუჩი. უბრალოდ იყო რაღაც პერიოდი ბოლო 3 წლის განმავლობაში, ზუსტად ეს ამერიკაში წამოსვლასთან დაკავშირებით, როდესაც იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, ოღონდ ეს არის პრაქტიკული გადაწყვეტილება, რაღაც 5-6 წლიანი ეტაპი ჩემს კოუჩინგშიც ცოტა უფრო მეტი ეტაპი რაღაცნაირად უფრო დასრულდა, მაგრამ დაიწყო კიდევ უფრო დიდი ეტაპი, რასაც ქვია დავუშვათ ბიზნესის ეტაპი. სადაც ისეთი დრო თუ ადრე ვუთმობდი 40 საათს, 50 საათს და კვირაში დავუშვათ მთელი კვირის განმავლობაში ვუთმობდი სრულად კოუჩინგს, ეხლა ასე ვეღარ ვუთმობ, ეს შეიძლება შემცირებულია 5 საათამდე, მაგრამ ყოველთვის იქნება და თუ ადამიანს მოუნდება ჩემთან მოძებნა და ჩემთან მოსვლა, ის ყოველთვის მომაგრებს მოკლედ და აი დღესაც ამის დასტურია, რომ როდესაც მერაკმა დამიზახა, მე მასთან კავშირი როგორც კოუჩი. მიხარია ძალიან. ესე იგი, ჩვენს მონაწილეებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ აქვთ იმის ფუფუნება შენთან ერთად ისევ იმუშაონ. და შეიძლება ვერ იყოს იმ დოზით და ისეთი აქტიურობით, მაგრამ კი ყოველთვის ადრეც დაგპირდი და მე ამ პირობას ყოველთვის შევასრულებ, რომ ყოველთვის გამონახავ მათთვისაც და მერაკისთვისაც და შესაბამისად ჩემი თავისთვისაც დროს, იმიტომ რომ ეს პროცესი არ არის მარტო მათთვის ხოლმე, მეც ყოველთვის ყველა პროგრამაზე ვიზრდები და ვითარდები მერაკთან ერთად. მიხარია ძალიან. კახი ამერიკა ახსენე და ამერიკა იყო რაღაცა ჩემთვის, კახი ჩავიდა და სამკვირაში უკან დაბრუნდა. ანუ რა აშენდა ამ სამკვირაში? რა დაინგრა, რა მოხდა ამ სამკვირაში? კი, ამერიკაში შენახსენე, რომ რაღაც პერიოდი მქონდა, როდესაც ილუზიურ ცხოვრებაში ცხოვრობდიო და ამერიკა იყო ჩემთვის პარალელური რაღაც იდეა, რომელსაც
საქართველოში ცხოვრებასთან, კარიერის შექმნასთან თუ რაღაცა ცხოვრების შექმნასთან ერთად აი ეს იდეაც იქმნებოდა. 18 წლის ვიყავი პირველად, როდესაც უბრალოდ გავიგე და მომინდა და გადავწყვიტე, ასე ვთქვათ, ბავშვობის იდეით, რომ უნდა წავსულიყავი და იმის მერე ბევრი წინაღობის მიუხედავად, მაინც ერთხელ ჩავედი, შემდეგ ის საქმიანი ჩასვლა იყო, მე ჩამოვიდი და ბოლოს კიდევ ერთხელ მივიღე გადაწყვეტილება გადასვლის და ამ მასობაში 10 წელი გავიდა დაახლოებით რა 18-დან 28 წლამდე აი ამ 10 წელში ფაქტობრივად თელი მეტამორფოზა გავიარე ალბათ როგორც გონებრივად ასე ფიზიკურად და იდეურად და ხედვებით ღირებულებებით და ყოველ სხვადასხვანაირად. და როდესაც ჩავედი, ჩასვლამდე არ მქონდა ეს განცდა, რომ აი ხა მე წამოვიდოდი რაღაც პირიქით, ანუ ყოველ სამშვიდობე, ყველა პრაქტიკული გადაწყვეტილებებიც რაღაცა მივიღე ისეთი, რომლითაც ყველაფერი თითქოს აქ მთავრდებოდა და მინიმუმ რამდენიმე წლით იქ უნდა გაგრძელებული იყო როგორც კარიერა, ასე ცხოვრება. და 3 კვირა იყო გადაწყვეტილების მიღება, დაბრუნება ცოტა უფრო აღალობ 1 თვეზე მეტი გაგრძელდა, ანუ კიდევ 1 კვირა ვიყავი, უბრალოდ აი 3 კვირაში მოხდა ის, რომ აი ეს იდეა და ეს ილუზია დასრულდა. აუთ ვერ ვიტყვი რომ ეს ტკივნეული ნგრევა იყო, რა თქმა უნდა, ხა შეიძლება ყველანაირი ნგრევა რაღაცა ტკივნეულად მივიღოთ, მაგრამ პირიქით, ჩემთვის ეს გათავისუფლება იყო. იმიტომ რომ აი ამ რაღაცა იდეით რომ ცხოვრობდი, რომ აი ეს მე სადღაც საქართველოში კი არ ვიქნები კარგად, აუცილებლად ამერიკაში უნდა ვიყო, რომ კარგად ვიყო, ან სხვაგან უნდა ვიყო, უნდა წავიდე, ეს წასვლა დამთავრდა. და მივხვდი, რომ შენს თავში სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო, იქ უნდა იყო კარგად. და შენი გონებაში არსებული ფიქრები, შიშები თუ პრობლემები თუ ეს გამოწვევები, რასაც ხანდახან გაურბივართ, ის შენთან ერთად მოდის. და იქ აი ამ ყოველდღიური ფიქრით თუ საუბრით თუ ამ გარკვევით თუ ამ რაღაც ახალი კულტურის მიღებით, შეიძლება კულტურული შოკი დავარქვათ, შეიძლება რაღაცა საქართველოზე უარის თქმით თუ აი ამ პროცესით გააზრდა რომ კარგად ვარ, აღარ მივდივარ და მივხვდი რომ აქ აღარ მინდა. აი ესე კარგად ყოფნა მინდა ჩემთან, ჩემს ქვეყანაში, მინდა საქართველოში. და დავფიქრდი რომ უნდა მივიღო გადაწყვეტილება. კიდევ რამდენიმე 24 საათი ავიღე, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად, რომ აი ვამბობდი, მოდი კიდე 1-24 საათს დავამატებ, კიდე 1-24 საათს და ამაში 1 კვირა გავიდა დაახლოებით. და ნუ აი ამ 1 კვირის განმავლობაში სრულად გააზრდა, რომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მყარი იყო და წამოვიდი. იმის მერე 3 წელი გავიდა, არც ერთი წუთი და არც ერთი წამი არ ყოფილა ის განცდა, რომ ან სინანული მქონოდა, ან არასწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ იმის მერე აი ეს გრძნობა, რაც ვთქვი, რომ აი თითქოს ჩემ თავში რაღაცა აი გავმყარდი და ვთქვი, რომ სადაც ვიქნები, როგორც ვიქნები, აი ეს ვარ და ესე უნდა ვიყო. იმის მერე ეს გრძნობა და შეგრძნება არ შესრულა. არ ნიშნავს, რომ ამერიკა ცუდია, არ ნიშნავს, რომ პირიქით იქ ძალიან ბევრი სირთულეა, შეიძლება რაღაცა ვერ შეძლი, შეიძლება ვერ აღმოჩნდეს ისეთი ძლიერი, როგორც დაუშვათ სხვა ადამიანებს, შორის შენ და პირობით ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში მიდიან, შეიძლება ეს მიზეზია, მაგრამ ეს ჯერ არ გააზრებულა ჩემთან. უბრალოდ მივხვდი, რომ თუ მე კარგად ვიქნები, მირჩევნია რომ საქართველოში ვიყო. და შემდეგ ხო დაუბრუნდი და ნუ მე უკვე დავიწყე კონფიდენსი, დავაფუძნე კომპანია და იმის მერე მოკლედ ეს მესამე წელია უკვე აქტიურად ვარ ყოფილა და მინდა რომ ამერიკაში შეიძლება წავიდე სტუმრად, შეიძლება წავიდე საქმიანად, მაგრამ აი ის განცდა რომ რაღაცა დამთავრებული იყო ჩემს ცხოვრებაში საქართველოს ეტაპი და დაწყებული იყო ამერიკის, ეს იმედია აღარ მოხდება და იქნება სოფლიო, იქნება ამერიკა, იქნება საქართველო და სადაც ვიქნები, მინდა რომ ვიყო კარგად. ილუზია ახსენეთ, ალბათ ახლა ადამიანები ვინც გვიყურებენ, შეიძლება ზუსტად ჩემს მდგომარეობაში არიან, ან შენს მდგომარეობაში არიან, ილუზიურ სამყაროში ცხოვრობენ, რომ აი იქ თუ ვიცხოვრებ, ვიქნები კარგად და მაგალითად ჩემ შემთხვევაში რა იყო პრობლემა? შენ ისიც შეძელი რომ საქართველოში როცა ცხოვრობდი, ყოფილიყავი ბედნიერი. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა გარიდან, რომ შენ საქმე ქონდა, ხო, ეგრე გამოვიდა ბოლოს შენ საქმე ქონდა რაღაც, მაგრამ მე არ ვიყავი ავსტრიაში ბედნიერი, მე ვიყავი უბედური, მე ველოდებოდი, აი როდის დასრულდებოდა სწავლა, რომ მე საქართველოში წავიდო და საქართველოში უნდა ყოფილიყავი ბედნიერი. როდის აი ეს ილუზია და ძალიან წარმატებული ვიყავი ჩემს ილუზიაში საქართველოში, როცა არაფერს არ ვაკეთებდი იმ პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით. აი, როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ამ ილუზიით ცხოვრობს და რამდენად მტკივნეულია საკუთარ თავთან აღიარება, რომ ეს იყო ილუზია. კარგი კითხვა ძალიან. ჩვენს ანუ ამ კითხვას საერთო ისე აქვს, რომ უბრალოდ ჩვენ ქონდა გადადებული ბედნიერება, ალბათ, რომელსაც ჩვენ შემთხვევაში საქართველოს ქონდა, ჩემს შემთხვევაში ამერიკა. იმის მიხედვით, რომ შენც იქაც შრომობდი და მე აქაც შრომობდი, მაინც სადღაც წარმატებაც გადადებული ქონდა, ბედნიერებაც ქონდა და ასე შემდეგ. ამის ჩემეული ახსნა არ არის სტანდარტული ახსნა, რომ უბრალოდ ადამიანს წარმატების გადადება უყვარს, ბედნიერების გადადება უყვარს. ნახე, მე მივაგენი ჩემს ცხოვრებაში, რომ წარმატების შიში და თვითონ ბედნიერების შიში
უფრო ძლიერია ვიდრე წარუმატებლობის. ეხლა ამის ლოგიკური ახსნა რა არის, რომ ბავშვობიდანვე ჩვენ ისე ვიზრდებით, თუნდაც ეზოში, თუნდაც ოჯახში, მეგობრებში თუ გარემოში, რომ ძალიან ბევრჯერ უშვებთ შეცდომას, ძალიან ბევრჯერ მარცხდებით. შეიძლება იყოს ეს თამაშებში, შეიძლება იყოს ურთიერთობებში, შეიძლება იყოს გარემოში თუნდაც ვეჩვევით იმას, რომ ისტორიაში ხშირად ვიხსენებთ, რომ ბევრჯერ დავმარცხდით და ბოლოს გავიმარჯვეთ, ხო? შესაბამისად ჩვენი ფსიქიკა ეჩვევა იმას, რომ მარცხი ჩვეულებრივი მომენტი ხდება ადრე თუ გვიან და თითქოს მარცხთან უფრო ძლიერები ვართ და მარცხის და წაქცევის მერე უფრო მაგრად ვდგებით, ვიდრე რაღაცა წარმოუდგენელი ბედნიერი, რომელიც არავის არ განგვიცდია. ან წარუმატებლობას უფრო მეტჯერ გადავახავთ, თუნდაც სკოლაში შეიძლება დაბალი ნიშანი მივიღეთ, მერე მაღალი მივიღეთ, რაღაცა გამოვაგდეს კლასიდან, მერე ისე დაგვემუქრნენ, რაღაც გავაგდებთ სკოლიდან, რომ მერე ისე დაგვტოვეს. იმდენჯერ გადავიტანეთ ეს წარმატება, რომ ეს გახდა ჩვეულებრივი მომენტი და წარუმატებლობა უბრალოდ და წარმატება ეს რაღაც უცხოა და უცხო ყოველთვის აშიში ადამიანისთვის, ჩვენ რაც არ ვიცით იმის ძალიან გვეშინია და ამიტომ ეს გაცნობის პროცესი ხშირად გადაიდო. იგივე იყო ბედნიერების შემთხვევაში და თითქოს რაღაცა შეგუებულ წარუმატებლობა შეშეული ჭირი ჯობიოთ, რაღაცა ხო არსებობს გამონათქვამი, ხო? აი ამაში ვრჩებოდით ალბათ წლების განმავლობაში და აი ვემზადებოდით იმ რაღაცა დიდი წარმატების გადატანისთვის, იმიტომ რომ წარმატების გადატანა ზოგადად უფრო რთული არის ადამიანის შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე მოდის სიამოვნება, მოდის სიხარული, მოდის ემოციები, მაგრამ მერე დიდი არეულობა მოყვება და ჩვენ ისტორიაში რომ გავიხსენოთ, უფრო მეტი ისტორიას გავიხსენებთ, არა წარმატებლობა რო გადავახა და რა შედეგი მიიღო, არამედ აი წარმატების მერე უფრო ისეთი დიდი სირთულე მოყვა, რომელიც მერე ვერ გადავახა მისმა რაღაცა ფსიქიკამ თუ გონებამ თუ ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება ალბათ ეს იყო რა ჩვენთვის ეს იმდენად რთულად მიგვაჩნდა რაღაც ეტაპზე წარმატებაც და ბედნიერებაც, გვერდჩვინა ძალიან შორს გადაგვედო, შენ შემთხვევაში ევროპიდან საქართველოში დაბრუნება ეს ერთ დღეში არ მოხდებოდა, ჩემ შემთხვევაში საქართველოსთან ამერიკაში წასვლაში ესეც არ მოხდებოდა ერთ დღეში და აი ამ გადადებისთვის მომზადებული ყავით როგორც ემოციურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, შეიძლება ფინანსურადაც და მოკლედ დავხვდით გამზადებული ამ რაღაც წარმატებას და ბედნიერებას და მე ნუ მივიღეთ და საბოლოოდ რაღაცა მე მგონი ორივე დავბალანსდით ამიტომ. მე ყოველ შემთხვევაში შენ როგორ მიიღე ხო რეალურად წარმატება, მაგრამ საქართველოსთან ერთად იქვე შექმნილი წარმატება, რაღაცა ესე. კი, ანუ როდესაც მივხვდი უკვე რომ მე ვცხოვრობდი ილუზიაში და მე ამ წუთავს ვცხოვრობდი ავსტრიაში, იმ წამიდან დაიწყო ჩემი იქ წარმატება. მაშინვე შევძელი, ანუ ძალიან მალე ერთ წელში შევძელი უკვე უნივერსიტეტის დამთავრება, შევძელი სამსახურის გამოცვლა მაგალითად დავწერე 2 წიგნი და ადრე მეგონა რომ ავსტრია იყო უბრალოდ ქვეყანა სადაც განათლება უნდა მიმეღო და ეს წარმატება ყველაფერი საქართველოში აქვეთ უნდა წამომეღო და აქ უნდა და თურმე სადაც ვიყავი იქ შემძლებია ძალიან ბევრი და ეს იყო ჩემთვის ძალიან აი თითქოს თავიდან დავიბადე და ადამიანებმა შეამჩნიეს რომ რაღაცა ცვლილება მოხდა შენში. სინამდვილეში მოხდა ის რომ გავაცვით რომ შენ ეხლა თეონა აქ ხარ და მაქსიმუმი წაიღე აქედან სადაც დღეს ხარ. და ეს გავაკეთე მაქსიმუმი. მეგონი ჩვენ პარალელურადაც წამოიღე იქაური ცოდნა გამოცდილება, ნუ მე რა კი არის ამის დასტური რომ იქედან შეიქმნა საქართველებისთვის ხო ეს? ანუ ის რაღაცაც ვეძახით ევროპულ ღირებულებებს თუ ევროპულ ბენეფიტებს მარტო ხელისუფლების მოლოდინებში არ უნდა ვიყოთ ჩვენც ადამიანებსაც შეგვიძლია გავცვალოთ და წამოვიღოთ ეს ბენეფიტები იქიდან პირდაპირ და შენ ხარ ამის მაგალითი ნამდვილად რომ ის ცოდნა ის გამოცდილება რაც შენ იქ დააგროვე ჩვენს ქვეყანაში გაავრცელე და ამ მენეჯმენტის მიდგომით შექმენი ძალიან მაგარი პლატფორმა. ანუ გამოდის რომ ეს იყო საჭიროება და ამერიკა ოცნება? ისე როგორ იყო აი ბოლო ეტაპზე ანუ კონფიდენსის და მაშინ კონფიდენსი არ ერქვა არც ახელი კომპანიას ცოტა უფრო გაშლილ დღეს არის კონცეპტუალურ რენოვაციას კომპანია რომელიც გულისხმობს როგორც ინტერიერის დიზაინის პროექტებს ასევე სრული რემონტის პროექტებს. ადამიანებს დღეს ძალიან უჭირთ ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება ცხოვრებაში რემონტის გაკეთება როგორც ფსიქოლოგიურად ასევე პრაქტიკულად და თითქოს ჩვენ შექმნით ეს სისტემა როდესაც ეს ადამიანები ჩვენთან ვინც მოდიან საკუთარ ბინებს სახლებს კომერციულ ფართებს არემონტებენ ზუსტად იმ შინაარსით რაც უნდა კონდეს პროცესი ეს არის განახლების პროცესი უნდა იყოს ყვაყოფილი უნდა იყოს ბედნიერი როცა სახლში გადადიხარ არა თუ ისტრესებოდე არამედ რაღაც სიხარულით ეგებებოდე ამ პროცესს და სავის სირთულეებიდან გამომდინარე ადამიანები ძალიან ბევრს წვალობენ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ემოციებს ხარჯავენ ენერგიას ხარჯავენ და ბოლოს იმ სახლში რომელშიც უნდა ბედნიერად გადავიდნენ პირიქით შეიძლება აღარც უყარდეთ ის სახლი ან კომერციული ფართი და ბიზნესი ისე გაეწევოთ რომ 10ჯერ და 20ჯერ მეტი თანხები დახარჯონ და ჩვენ ამაში ვეხმარებით რომ ისეთი სტრუქტურა და კომპანია და გუნდი შევქმენით რომ ადამიანი უბრალოდ მოდის ჩვენთან და ძალიან მშვიდად საჭირო დროს საჭირო ვადაში იბარებს მის ოზრაო ქონებას თუ მის კომერციულ ფართს
და ეს coaching-ური პროცესი იმიტოა, რომ ძალიან დიდი ქაოსია ამ პროცესში, როგორც ადამიანის გონებაში, დასაწყისში, თვის გამოიკვევამდე არის დიდი ქაოსი. აი ესე ზუსტად რომ იქ თანხა რას ვაკეთებ, რა დიზაინს ვაკეთებ, ხელოსნების ადარიან, რა მჭირდება, შეთანხმება მჭირდება, მეზობელთან პრობლემა არ იყოს, როდესაც დავიწყო გონდა დავამენეჯმენტო და აი ამ ქაოს ერთ პროექტად ვაქცევთ და შემდეგ უკვე ხორციელდება რემონტის პროექტი. და აი ამასთან არის ზუსტ კავშირში, რომ აი ეს coaching-ური გამოცდილება მაგას მეხმარება, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ვერ უგებენ, პირობითად დამკვეთი თუ ხელოსანი, თუ თუნდაც ოჯახის წევრები, როდესაც საერთო აზრზე არ არიან, ჩემი coaching-ური გამოცდილებით ძალიან მარტივად და ძალიან უმტკივნეულოდ ვათანხმებთ ყველაფერს და საბოლოო ჯამში როგორც ხელოსნები, ასევე დამკვეთები ძალიან ბედნიერებიან ამ პროცესში და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, არც ზედმეტთან ხარჯება და შედეგსაც ისე წარმატებით ვიგებთ და ყველას უკვირს ეს, რომ აი რაღაცა მე მეგონა რომ ეს 1 წელი უნდა მეტანჯა და თურმე ორ თვეში შეიძლება რომ უმტკივნეულოდ ონლაინ უბრალოდ გავიგო რომ ყოველკვირა ჩემი სახლი რემონტდება და შემდეგ გადავიდე ამ სახლში ან გავაქირავ პირობითად. ხო, და ეს სანამ დავიწყე, სანამ წავიდოდი, მანამდე მე თვითონ რაღაცა ინვესტიციასავით იყო, კარკასი ვიყიდე, ასე ვთქვათ, უბრალოდ მიდოდა დამეტესტა, რომ აი როგორ გამოვიდი ერთჯერად ინვესტიციად, რომ გავარემონტებდი და შემდეგ გაიყიდებოდა და ეს თანხა რაღაცნაირად მომეხმარებოდა ამერიკაში პირველი ნაბიჯების გადასვლას. სესხი გავაკეთე, ასე ვთქვათ რა. და თან პარტნიორი მყავდა, რომელმაც მეორე ნაწილი, ასე ვთქვათ, შემოიტანა ამ ბიზნესში. გამოუცდელობის გამო, რომ გავიგე რომ coaching-ში კაი განსხვავება მქონდა, აი ბიზნესში გამოუცდელობის გამო, საბოლოო ჯამში გავაკეთეთ ძალიან კარგი რემონტი ამ ბინის, მაღალი ხარისხის თავის პარკეტი, თუ ღებით, თუ სამღებრო სამუშაოებით, თუ განათებით, თუ ყველაფრით, მაგრამ ეს მაღალი ხარისხი ბჭყალებში ისე გაგვიქცა, რომ ანუ საბოლოოდ გადავაჭერბეთ ყველა ბიზნეს გადაწყვეტილებას და იმის მოგეთ თუ კომპანიას თუ ამ ბიზნეს მოგება დარჩენოდა, საბოლოო ჯამში -20,000 იყო ჩემი პირადი ხარჯი. და დავამთავრე ეს პირველი ბრენდა, წავედი -20,000 და ამერიკაში. ასე ვთქვათ, რაღაცა დანაზოგიც მქონდა, მაგრამ ნუ აი ესე მიყვა და აი იქ ეს იყო ზუსტად აი ჩემი გამოუცდელობის გამო და ნუ მე ამერიკა რო დასვდა, იქ გადავწყვიტე რომ მე ამ -20,000-ს დავხარჯავ. და ზუსტად ესეთ კომპანია შევქმნი, როგორიც მე რომ ყოლოდა ამ -20,000-ს არ დავკარგავდი, იმიტომ რომ როგორ იყო იცი რომ ვერ ვიპოვეს ფაქტობრივად კი, კარგი რაღაცა გუნდი ავიყვანე, კარგი ადამიანი იყო, რომელთანაც მე რაღაც გარკვეული პარტნიორობაც დავიწყე, მაგრამ აი ის ბრენდი როგორსაც მე ვისურვებდი მაგალითად ამ პროცესში რომ ჩემი გვერდში მდგარიყო, ეგეთი არ იყო. და იქ გადავწყვიტე რომ თუ არ არის საქართველოში არაფერი და თუნდაც შეიძლება არ სოფლიოში, მოდი მე უნდა ვიყო ის, ვინც ამას შექმნის. და იქ დაიბადა ეს იდეა, სწორედ ვაშინგტონში ვიყავი, ჩემ მეგობართან ჩავედი. თვითონ ინტერიერის დიზაინერია ჩემ მეგობარი და იქ ამ ყველაფერზე 3 დღის განმავლობაში პოლიტიკასთან ერთად ვლაპარაკობდით, რომ აი ბიზნესი, პოლიტიკა რაც და ლინკონის ცენტრთან მოკლედ იქ თვითონ აი მე რაღაცა ხოზის ჩვენსა ვიცი ზუსტად იქიდან რომ გამოვიდით, იქ რაღაცა წყალი არის და იქ აყრიან თანხებს, რაღაცა ხურდებს, ასე ვთქვათ, იფიქრებენ და 8 ლარი მოვძებნეთ ქართული ლარიანები, ხო და მე და ჩემი მეგობარი მოგე ჩავყარით აქ და ჩავიფიქრეთ და თქვით რომ მეთქი აი თუ არ გამოვა, ჩამოვიდეთ ერთი უკან ამოვიღოს და რა თქმა უნდა დარჩა იქ და კარგად გამოვიდა ყველაფერი პირიქით შემდეგ ჩასულდა და დავამატოთ იქ ის ნუ ჩავიფიქრეთ ერთი რომ იდეურად ჩაიფიქრე და მეორე რა თქმა უნდა ამას მოყვა ხა ბევრი შრომა ბევრი სირთულე ამ პროცესში ჩვენ რო ვაზიარებდით სიახლეებს მე როგორ თვითონ ჩემი ანუ coaching-ში შეძენილი ხალხი თუ კონტაქტები თუ ადამიანები ეს იყო რაღაცა პირველი ნდობა ანუ კახის ენდნენ არა როგორც ახლა რემონტის სპეციალისტს ან მშენებელს ან ასე შემდეგ ენდნენ პიროვნებას რომელიც აიგებს პასუხისმგებლობას და ბოლომდე მიიყვანს და აი ამ პროცესში დავიწყეთ პირველი პროექტი მეორე პროექტი და ეხლა უკვე გამოცდილებაც კარგად დაგროვდა და სოდნაც და ხო, ბევრი გავითარების გზაც დავინახეთ. მე ეხა გამახსენდა ჩემი ბინა, რომელიც ზუსტად 18 თვე გაგრძელდა ერთოთახიანი ბინა, ანუ რომელიც გაგრძელდა 60 დღეს. რომელიც ხო, არ ვიცი, მაქსიმუმ 90 დღე, ხო? მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მე მაშინ ესე ჩავთვალე, რომ მე ჩემი თუ გავაკეთებ, უფრო დაბალ ბიუჯეტში გამომივა მოკლედ და ანუ არ მოვძებნე ესე, რატო უნდა მოგძებნონ მაგალითად შენ და რა ბენეფიტები აქვს მათ? კარგი კითხვა, სხვა შორის და შემდეგი ბინა უსვეთ კონფიდენს უნდა გაგიენებოდოს აქვე უნდა გავიაროთ ეს გასწორება. ნახეთ, ჩვენი რემონტი და ეს სერვისი არ ღირს ძვირი და ძვირის თქმა ცოტა რთული და ვისთვის რას შორს არის. ეს პროცესი და ეს რენოვაცია ღირს ის რაც ისედაც ღირს. ნახეთ, მე თუ ყავს ჩემი საკუთარი გუნდი, ყავს საკუთარი დაუშვათ მენეჯმენტის მიდგომა, ყავს საკუთარი მანქანა გადაადგილების კუთხით, გვაქვს ბენეფიტები მაღაზიებში, პირობითად ნაცნობი და ასე შემდეგ. აი ზუსტად ეს არის ის თანხა, რაც სერვისში შეიძლება დაემატოს ადამიანს, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს არ აქვს, რა თქმა უნდა. ხო, ეხლა მე მაგალითად უფრო მარტივად პირობითად აი Sunflower-ზე რო ვთქვათ. მე რო წავიდე და დავკრიფო ეს ყვავილები მოვაგროვო, ცალკე ვიყიდო, სხვადასხვანაირად ცალკე ვიყიდო, მე უფრო იაფი და
დამიჯდება ამ და ასე კარგად გავაკეთებ თუ კომპანიასთან, რომელსაც აქვს თავისი სათბური პირობითაც აქვს თავისი ბრენდი და ის უფრო იმ თანხაშია, აი დაახლოებით ეს განსხვავება უბრალოდ რომ ჩვენთან ადამიანებს არ უჯდებათ ამზე პირიქით შეიძლება უფრო იაფიც დაუჯდეს იმ კუთხით რომ აი ამ გადაცდენაში 18 თვეში სხვადასხვა გუნდების გადაყრილ თანხაში, ვერ მიღებულ ფასდაკლებებში, მაღაზიებში და გაწერილ დროში საბოლოო ჯამში შეიძლება 10, 15 და 20% მეტი დაგიჯდეს ის რენოვაცია და აი ეს არის ის თანხა რაც კომპანია ამ სერვისში იღებს ზუსტად იგივე წელში. როდესაც გადაწყვეტე რომ კონფიდენსი გაკეთებია უკვე ნახე მე არ ვიცი მაგრამ 20,000 დაუკარგე შიში არ იყო ანუ რა შიშთან მოგიწია როდესაც კომპანიას აფუძნებდი აქ გამკლავება იცი მე რომ ეს პასუხისგებლობა გადამეტანა შე რომ თქვი რომ იქ ჩვენ მეც მქონდა ხო ეგ ეტაპი რომ ყველაფერს ვაბრალებდი საკუთარი თავის გარდა ხო ანუ აი თან თითქოს თეროლოდ ვიცოდი რომ ჩემზეა პასუხისგებლობა მაგრამ აი ბოლოსკენ ხვდებოდა ეს ჩემზე სადღაც აი ყველას რო ჩამოვთვლიდი სამყაროს მარს ყველა მთავრობას, ყველა ოჯახის წევრს, აი ბოლოსკენ იყო ჩემი ადგილი. აქ ამ შემთხვევაში მე რომ ესე მიგომოდი აუცილებლად დაუბრალებდი ბიზნესს, დაუბრალებდი კომპანიას, დაუბრალებდი ხელოსნებს, დაუბრალებდი ამ გარემოს და ჩემ პასუხისგებლობას ვერ ავიღებდი ამაზე, რომ მე თვითონ მივიღე იქ არასწორი გაწოლება, იმიტომ რომ სედმეტად ციფრებში არ ჩავიხედე, უფრო მეტი კონსულტაცია და გამეარა ფინანსისთან, უფრო მეტი თანხა უნდა დამეზოგა, არასწორი გაწოლება იყო რა თქმა უნდა. X მაგალითად ჭალებში 500 ლარიანი და 400 ლარიანი პარკეტს რო ვაგებდი, როდესაც თავში შეიძლება უფრო ბიუჯეტური გაწოლება მივიღო და ამაზე ავიღე პასუხისგებლობა. და რაშიც ავიღე პასუხისგებლობა, კონფიდენს აღარ დაბრალდა. და შესაბამისად ეს პირად პასუხისგებლობას ავიღე და როდესაც უკვე დაფუძნდა და როდესაც უკვე პირველი პროექტი მივიღე, ეს ვალი მე პირად ვალად დავიტოვე და არა ის რომ კომპანია ნულით არაფერ მართლა ნულის დაიწყო, შეკვეთით დაიწყო უბრალოდ რა არც ინვესტიციის და არც მინუსით, მაგრამ პირადად კახიმ ეს დაიწყო მინუსით და პარალელურ რეჟიმში ამ მინუსმა მასწავლა მართლა რეალური ფულის ფასიც, მართვაც, ბიზნესის თითოეული გადაწყვეტილების თითოეული თეთრის მნიშვნელობაც და თანხის დაფასებაც, ყურადღებაც, პასუხისგებლობაც, რაც კოუჩინგის ეტაპზე არც დიდად მჭირდებოდა, რაღაც ესეთი პროცესი იყო და არც საჭირო, ანუ ეს არ იყო რა თითოეულ თეთრზე უნდა გეფიქრა და თითოეულ ვადაზე და ამავდროულად კი რაღაცა ყველაფერი თავის ფორმატში იყო. ის უფრო თეორიული იყო, უფრო რაღაცა და ეს აქ ყველაფერი პრაქტიკაზეა დამოკიდებული, თითოეული წამი, თითოეული წუთი არის მართლა თითოეული თანხა და შესაბამისად აი ამ ახალი თვისებები შევიძინე ამ პროცესში და ნუ ის თანხაც ის მინუსიც გაპლუსდა და ხო, ჩემი თვისებებიც მოიმატა. ასე რომ ალბათ არის ხა ცოტა ოპოზიტი თანხა თუ ყოფილიყო შეიძლება შემშინებოდა, მაგრამ ნუ მაინც ჩემი გადასახდელი იყო ის თანხა და თვითგამორკვევის ეტაპი რო გქონდა, რა კითხე საკუთარ თავს, როგორ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა დაბრუნდე და ეს ზუსტად ეს კომპანია გჭირდება. ანუ აი რა იყო ეგ მაგალითად. აი ხო ვფიქრობ მეც რა, ეს სიმართლეა ძალიან კარგი დღევანდელი დღეც კიდე ახალი ის გამოვიდა ეს გამორკვევის საბაბი, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ნახე თითქოს აი იქ რო ჩავიდი, აქამდე თუ ყოველ დღე მივდიოდი, ანუ აი 18-დან რომ მივდიოდი, აი წარმოვიდგინე რომ რაღაც საქმეს აკეთებ, სულ განცდა დაყვება რომ მიდიხარ. აი ხა ამას აი მანქანა იყიდო, მაგრამ აი ხო მაინც მიდიხარ, აი ბინას რო იყიდი, აი მიდიხარ მე აი უნდა წახვიდე და აი ეს წასვლა დამთავრდა. იქ რო ჩავედი და რო ვთქვი რომ უკვე ეს ბარგით ჩავიდა ყველა მაჩორს იყო იქ ხო რაღაც ზოლი ტასველი გავაჩუქე რაღაცები მარტო ის წავიღე რაც მჭირდებოდა რაღაცა 1 ბარგი 20 კილოები ბარგი რო ჩავედი და თან იქ ჩემ მეგობართან ცხოვრობდი თავიდან რომელმაც ნუ აი ისე გადაყვანა ატაქვია ჩემ მეგობარს და ნუ აი ძალიან ალბათ აი იქ ზუსტად ეს ქართული თანადგომა თუ რასაც ამბობენ ხოლმე ზუსტად მისგან გავიგე რომ აი როგორ მართლა როგორ ეხმარებიან ადამიანები რა და იქ ჩვენ გაგვიგია რომ თითქოს ვიღაც არ ეხმარება მაგრამ სიამოვნებაში ძალიან მაგრად ეხმარებიან პირიქით რომც არ გეხმარებოდეს იქ ვიღაცა და კვერტში არ გედგა შეიძლება ესე მარტივად ვერც წავიდეს ამდენი ადამიანი შესაბამისად აი ეს თანადგომა და ეს მადლიერება რაც იქ გაჩნდა პლუს აი ეს იქ მაინც ყველაფერი შენზეა საბოლოო ჯამში ყველაფერი პასუხობა შენზე უნდა იყო მაგრამ აი ეს თანადგომა იქ რაც ამ ადამიანების გაცნობა მათი ისტორიების მოყოლა თუ რაღაცები უცებ აი დამთავრდა ეს წასვლა და გავიგუზე ჩასვლიდან ერთ კვირაში და ხვდები რომ აღარც აღარ მივდივარ და აი მანდ დავფიქრდი რომ თუ მე ამ შეგრძნებით ვიცხოვრებ რომ მე აღარ მივდივარ აღარ გავრბივარ აღარ მეჩქარება და ვარ კარგად და ამ შრომის უნარიანობით მე შემილია რომ დაუბრუნდე ჩემ ქვეყანაში სადაც ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი იმ ქვეყანაში სადაც ყველაფერი გაკეთებულია აი ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი რომ დავდიოდი ხა მაჰაიდეზე ვათვარებდი ეს მე მივხვდი რომ მე აქ რა უნდა გავაკეთო მეთქი ანუ ეს ეხა ძალიან ისეთია რომ ანუ იქედან ვერ ხედავ რა იქ გზნობ უკვე და ამდენ შენობას ამდენ ადამიანს და ამხელა წარმატებას და ამდენ ამას რომ
ყველაფერი გაკეთებულია მეთქი და მე მაქსიმუმ რაღაცა პატარა გავაკეთე და იმ ქვეყანაში ყველაფერი გასაკეთებელია და წავარ იქ და გავაკეთებ და მათ შორის ერთ-ერთი ეს იყო ზუსტად რომ სფერო და ბიზნესი სადაც მართლა ლურჯი ოკეანე იყო, არაფერი არ იყო და მოდი აი ყველაზე რთულს შევეჭიდები და დავიწყებ. უბრალოდ ეს ხა შეიძლება დაემთხვა ეს ერთი მეორეს ბიზნესურად, მაგრამ მაინც ხო ხა დამთხოები რაღაცნაირად არ არსებობს. ეს ყველაფერი თითქოს თავისით ხდება და აი იმ შეგრძნებით, აი იმ არ წასulis შეგრძნებით, აი იმ კარგად ყოფნის შეგრძნებით უზრუნველყოფ. თათ ესეთი მარტივიც არ არის რინოვაცია, ხა ბევრი ცირთულეც გვაქვს ჩვენ კიდე ობიექტებსთან, მაგრამ აი ის შემართება მაინც გვაკეთებინებს ყველაფერს და ეს არ მიდის ამ კვეთამდე. ძალიან საინტერესოა, ანუ თქვი რომ ეს მარტივიც არ არისო, მაგის კითხვა მინდოდა, რამდენად მარტივია, რამდენად რთულია, მაგრამ როგორ ეძებ ადამიანებს, ვისაც აი გულით საყვარელი, მგონია რომ შენთვის ყველა პროექტი ძალიან საყვარელია, ძალიან ძვირფასია და მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო და როგორ ეძებ ამ ადამიანებს, ვისაც ამ პროექტს ჩააბარებ ან პროფესიონალს. ჩვენ თეთრ მით მუშაობს ხო გუნდის წევრებს. კი, მუდმივად ვეძებთ და ვფიქრობთ რომ ყველაზე დიდი წარმატება confidence-ის და გამარჯვება იქნება ის ეტაპი, როდესაც უკვე თვითონ დაიწყებენ ადამიანები მოსვლას და თვითონ დაიწყებენ მოძებნას, რო გეტყვიანო თქვენთან გვინდა, მაგრამ ამისთვის რაღაც ეტაპიც რო გავიაროთ. შეიძლება შევხვდეთ 10 ადამიანს და 10-დან ის ერთი ვიპოვოთ, რომელიც გაგრძელდება და გადავა მეორე პროექტზე. აი ხა როგორც შენ გიყვარს შენი საქმე და მე შენთან მომინდებოდა თანამშრომლობა, შენ როგორც იცი რომ მე ჩემი საქმე მიყვარს და მე ნებისმიერ პროფესიონალ მშრომლობა თავარი აი ეს როგორ გიყვარს, აი ესეთ ადამიანებს ვეძებთ ხელოსნებსაც და ეს ადამიანებს ვეძებთ დიზაინერებსაც მათ შორის და ყველა პროფესიის წარმომადგენელს რომის უსაფრთხოება იქნება იქ დაუშვათ თუ სამღებრო სპეციალისტი, ხო? იქ შეიძლება 10 ადამიანს უბრალოდ აკეთებდეს საქმეს და მე-11 იყოდეს, რომელიც აი ამ საქმეს თან აკეთებდეს და თან ქმნიდეს, უყვარდეს და იქ უნდოდეს განვითარება, როგორც პიროვნული განვითარება, ასევე პროფესიული განვითარება. აი ესენი არიან უკვე თითქმის დაახლოებით აი მუდმივი თანამშრომლები, როგორც შეიძლება პროექტ მენეჯერად დარჩეს მუდმივად ან გუნდის წევრად. ეს არის პირველი ზემნა და მათ შორის კლიენტებსაც ვეძებთ ჩვენ, ანუ ნახეთ, ვეძებთ ან შეიძლება მოვიდეს 3-4 ადამიანი, მაგრამ იქიდან ერთთან გავაგრძელოთ ურთიერთობა, ან მეორესთან გავაგრძელოთ ურთიერთობა, იმიტომ რომ იმისთვის რომ სრული სინერგია შედგეს და პროექტი იყოს 100%-იანი, ეს ყველა მხარეზე დამოკიდებული და ვერ ვიტყვით თუ პროექტი არ გამოდის, აუცილებლად ხელოსნის ბრალია ან მარტო დამკვეთის ბრალი. ეს არის ყველას პრობლემა, ყველას საერთო პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ვესაუბრებით ადამიანებს, ვიცნობთ ადამიანებს და მათთანაც ვიღებთ, ანუ კლიენტებსაც ისე ვარჩევთ, როგორც ხელოსნებს, რომ ვისთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ პროცესში მე ხელი არ შეგვეშალოს, იმიტომ რომ ეს პრობლემები არ იქნება პროცესში, პრობლემები არის დასაწყისში, გადაწყვეტილებებში. კოუჩინგური გამოცდილებით და ცოდნით მე ამას მივხვდი და ვისწავლე, რომ მე 2 თვეში თუ უკვე აღებული მაქვს, იმას აღარ უნდა გავიქცე და ბოლომდე ავიყვანო. ეს კი მე რაღაც გადაწყვეტილების მიღების დროს დაუშვი რაღაც შეცდომა და მივაგნო ამ შეცდომას. ამიტომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის ერთდღიანი, არის დაახლოებით ხანახა შეიძლება 3 კვირაც გაგრძელდეს. 3ჯერ შევხვდეთ დამკვეთს ვესაუბროთ, თანხები დავთვალოთ, იქ რაში გამოყვება, რაში არ გამოყვება, როგორი მიდგომა ექნება, როგორი მოთმინება აქვს, როგორი ემოციური ინტელექტი აქვს. თანხა არ არის მარტო საკმარისი იმის რომ კონფიდენსთან მოხვიდე. თანხა ისედაც საჭიროა, ეგ თავისთავად. ხო, ანუ რო მისი რემონტი გეცდება თავისთავად. მეორე ნაწილია რომ იქ რაღაცა პიროვნული თვისებებიც უნდა იყოს ისეთი, რომ კონფიდენსი ბჭყალებში დაიმსახო ადამიანმა, იმიტომ რომ და იგივე პრობლემები არ შეიქმნას თუნდაც გუნდზეც, ამით ვფიქრობთ, რომ ერთი მეორე არ გააწოვოს და როდესაც ეს ადამიანებს უკვე პოულს დამკვეთებსაც და გუნდსაც მე უკვე შედეგად ვიღებთ კონფიდენსურ რენოვაციას. შემიძლია მაგალითად აი თუ საკუთარი აბაზანა არ მომწონს, ხოლმე ერთ ოთახთან დაკავშირებით თუ თქვენ გიჩვენეთ რომ მთლიანი იყო იგი და უბრალოდ ეხა მართლა ფიზიკურად ვერ ვახერხებთ რომ ან რაღაც დეზის ხო პატარა ხო შეიძლება ეხლა კონკრეტულად თეუნასთან რომ მივიდეთ და კონკრეტულად მე ერაკმა რომ თხოვოს რომ მაგალითად გავაკეთო და რაღაცა ახლობელთან და ძვირფას ადამიანთან შეიძლება, მაგრამ თვითონ ბრენდს უკვე აღარ აქვს. იმიტომ რომ მინიმუმ ერთი სრული პროექტი უნდა იყოს, მაგრამ ეგეთი და თანადგომად თუ დაგჭირდება, მაგაში რა თქმა უნდა მინიმუმ რეკომენდაციით რაღაცა რამდენიმე ადამიანს მაინც მოგაძებინებ და გეხმარებიან რაღაცნაირად მიგაყვანინებ ამ პროექტს. თუ შენ აბაზანას გავარემოთ. მადლობა ძალიან დიდი. 5 წლის წინ გაგიცანი დაახლოებით და 5 წლის წინ ეს კახი ამ კახის წარმოიდგენდა თუ ვერ წარმოიდგენდა ვინც დღეს არის? იცი არის, არ ვიცი ხა დღეს გვერდიდან როგორ ჩანს და რა არის, მაგრამ აი ბიზნესში ხო ანუ სადღაც რაღაც ეტაპზე რო ბიზნესში მოვხვდებოდი, თითქოს ეს იყო, იმიტომ რომ ბავშვობის თამაშებშიც კი მქონდა ესაც.
ფერმობანას რო თამაშობდი, აი ფერმის გარდა იქ რა ხატავდი ხოლმე და როცა წარმოვიდგენდი რომ ჩემი საკუთარი ფერმა. იქ თან ვაშენებდი ხოლმე ამ ფერმას. ხო შევეხა პირდაპირ მომეყვანა მშენებელი და მე მევდგებოდი იქ თამაშის დროს და აი სართულებს ვაშენებდი და მე იწყებოდა იქ აი რაღაცა ის თამაში მქონდა ესეთი ბავშვობის და იქ შესაბამისად აი რაღაცა უფრო აი როგორც ბიზნესი არა, ალბათ უფრო როგორც აი სამშენებლო ესე სფეროში ქვეცნობიერად მაინც მქონდა რომ ადრე თუ გვიან რაღაცა წვლილს საქართველოშიც შევიტანდი აი ამ აღშენებლობის კუთხით. უფრო ესე დავარქმევდი რა, იმიტომ რომ აი რაღაც ეტაპზე კონფიდენსის გზაც ესეთია მიდის ნელა, მაგრამ მიდის შორს, ესე მდგომოგოქს, არც მივდივართ, არც მივსეირნობთ, მივდივართ ისე რომ უბრალოდ მივდივართ. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი დადის, ესე მიდის კომპანიას და ეს გზა ალბათ ადრე თუ გვიან მივა მშენებლობამდეც, სხვა შორის მოთხოვნა უფრო მეტი გვაქვს, უკვე შეიძლება გეკითხებენ, აი ხო არ იღებთ პროექტს, სახს ხო არ აშენებთ, ან რაღაცა კომერციულ ფარს ხო არ აშენებთ, მაგრამ ჯეჯობით არ ვართ მაგისთვის ზად, იმიტომ რომ ამას მეტი განათლებაც ჭირდება და მეტი გამოცდილებაც და რადგან განათლება ვახსენე მომავალ წელს, აი მაგისტრატურასაც კი მაგალითად სამშენებლო მიმართულებით ვაბარებ, ხო უკვე დავიწყე მომზადება და წელს პირველ გამოცდაზე გავალ და იქნება სამშენებლო კონსტრუქციების მენეჯმენტი და ბიზნესი. შესაბამისად აი სოდნასთან ერთად და რაღაცა მოვა ეს ეტაპი. ჩემს ბიზნეს პარტნიორს გიორგის აქვს დიდი გამოცდილება სამშენებლო სფეროში და რაღაცა ერთად მივალთ იმ ეტაპზე რომ აქაც გადავალ. ოღონდ აი აქ რო ვამბობ რომ კორპუსი ავაშენო, იქ ამ პირობითად რაღაც შენობა ავაშენო, იქ არ მეფიქრება მარტო კომერციულად, ანუ ვფიქრობ რომ თუ კორპუსს ავაშენეთ, მოდი ისეთი საცხოვრებელი კომპლექსი ავაშენოთ, რომელიც წლებს გაუძლებს და შეიძლება 10, 20 და 30 წლის მერე იქ უბანი შეიქმნას და ადამიანებმა იქ იცხოვრონ, ისტორია შექმნან. თუ შენობას ავაშენოთ, მოდი არქიტექტურული შენობა ავაშენოთ და არა უბრალოდ კომერციული შენობა, რომ აი ამაზე მეფიქრება. შესაბამისად, აი ამ ყველაფერს ალბათ წარმოვიდგენთ. რამდენად ხა აი რენოვაციის კომპანია რომ ექნებოდა, მაგას ალბათ ვერასდროს რა. ოკეი, ხო. ხო, ანუ აი რაღაცაით ხო ეს გზაში ესე მოხდა თავისით. ეხლა შეიძლება გვიყურებენ ან გვისმენენ და თვითონ გაუჩნდათ ბავშვობა ახსენეთ წეგან რომ ბავშვობაში ყოველთვის ამას ვაკეთებდიო და არიან ადამიანები რომელსაც საკუთარი თავი არ აქვთ ნაპოვნი და არ იციან რეალურად რა უნდათ. ანუ მე მაგალითად ეხლა რომ ვიყურები უკან, წარმატება მომიტანა ჩემი ბავშვობის ოცნებებმა. 5 წლისამ დავწერე უკვე, მაშინ არ ვიცოდი სერიალი რა იყო და რომანი რა იყო როგორ. დავწერე სცენარი, რომელიც ძალიან ისეთი გამართული იყო. არ ვიცი გვაქვს თუ არ დედა ჩემს აქვს თუ არა შენახული, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აი ეხა წერაც კი არ ვიცოდი კარგად, იმიტომ რომ აი ძალიან ისე ჩემზე უფროსი ჩემი ძმა არის და ანუ წარმოიდგინე იმას რომ ვუყურებდი რაღაცა იმასთან ერთად, მეც მესწავლებოდა, იმიტომ რომ დედა ორივეს გვსვამდა ერთად, როდესაც იმას ამეცადინა და წერა ცოტა ადრე ვიცოდი. ვიდრე სკოლაში ის იყო, მე ვიყავი ძალიან მონდომებული, ინტერესიანი და მქონდა როგორც არავინ არ გამეშვა ჩემზე წინ და ჩემსვას ეს არ ქონდა, იმიტომ რომ ბუნებრივად მარტივად მოსდიოდა ეს ყველაფერი და მე სულ იმის ჭრილში ვიყავი, რომ ანუ იმაზე უკეთესი რაღა უნდა იყოს რა და თადის წყნარი მე ცოტა ცელქი და მასწავლებლებს დიდად არ ვუყვარდი. მაგრამ მოგვიანებით წარმატება მომიტანა ჩემი ბავშვობის ოცნებებმა. მე ვარ ბიზნეს სფეროში, ანუ სამსახური რაც მაქვს, ვარ ბიზნეს სფეროში, ძალიან მაღალზღაურებადი კადრი და ეს სულ ვაჭრობა ბიზნესი რაღაც ბავშვობიდან იყო. მეორე მწერლობა მინდოდა და 2 წიგნი დავწერე და მესამე ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და პოდკასტიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და როგორ უნდა მოიკვლიონ და იმიტომ რომ ეხა ვაჭრობა შეიძლება ვიღაც სასაცილოდ მოეჩვენოს, ან მისი ბავშვური ოცნება შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, ხო? როგორ უნდა გამოიკვლიოს ადამიანმა რეალურად რა სურს? ალბათ ეს ეტაპი და ეს საუკუნე მართლა ყველაზე კარგია ამისთვის, იმიტომ რომ რეალურად გვეძლევა შესაძლებლობებით, რომ ეხა წინა საუკუნეში ბავშვების თამაში და პროფესია კი არა, საერთოდ პროფესია გექნებოდა, ეგეც საოცნებო იყო და ერთს აირჩევდი და 40 წელი ვერც დაუშვებდი იმას, რომ ეს შენი არ არის, გეგონა რომ შენი ხდებოდა და მე შეიძლება მართლა ბედნიერება მოენიჭებინა იმას. დღეს ეხლა რადგან დიდი შესაძლებლობებია, შესაბამისად დიდი ეს გარკვეულწილად კარგიც არის და მეორე მხარე აქვს ამას, რომ აი რაც ბევრია, უფრო მეტი ინტერესი გაქვს, მე უფრო მარტივად აუფასურებ რაღაცეებს და მიყვები, მაგრამ ჩვენ ხო ორი მიდგომა გვაქვს რა ძებნის, ერთი რაღაც ძებნას რაც კარგია და მეორე რაც ჩემია.
სენეკას აქვს ესეთი გამოთქმა, რომ სამშობლო იმიტომ კი არ გიყვარდეს, რომ დიდია, იმიტომ რომ შენია, არა მშობა რა მხელა, შენია და უბრალოდ გიყვარს რა. დაახლოებით ეგეთია ეს პროფესიის ძებნაც, რომ შენ უნდა იპოვო ის რაც შენია და არა კარგი თუ როგორ ცუდი. და ერთ-ერთი პრაქტიკული მეთოდი, თუნდაც კოუჩინგური მეთოდი არის უბრალოდ ეს ბავშვების თამაშების გახსენება. და შეიძლება ეხლა გვისმენდეს ადამიანი და უბრალოდ იხსენებდეს ბავშვობაში, როდესაც თამაშობდა, ის ვიღაცის მოხვეული ვერ იქნებოდა, ის იყო ბუნებრივი, სადაც მისი სხეული და ორგანიზმი განიცდა ყველაზე დიდ ბედნიერებას, სიამოვნებას. ბიოლოგიურ დონეზე განიცდა სერატონის მაგალითად, ხო, ნაკლებ კორტიზოლს, ნაკლებ სტრესს და იქ იყო უბედნიერესი, ანუ რაღაცა პროფესიულს თამაშობდა, რომელშიც უბედნიერესი იყო, სადაც აუცილებლად ჩაიკარგებოდა. ეს არის შეიძლება ერთ-ერთი მიზანი ამის ძებნის, ხო? და მეორე მიზანი, რომ შეიძლება უკვე ნაპოვნიც აქვს ადამიანს, უბრალოდ თვისებები უშლიდეს ხელს, შინაგანი სიზარმაცე, რომელიც აუცილებლად თვისებებიდან კი არ მოდის, შეიძლება უბრალოდ ცუდად იყოს ადამიანი ფსიქოლოგიურად, ცუდად იყოს ემოციურად, ცუდად იყოს და ზარმაცი ეგონოს საკუთარი თავი, ხო? ან არასწორი მენეჯმენტის მიდგომა, ან ზედმეტი ქაოსი, ან რაღაცა დაუფასებლობა, თუნდაც უმადურება და თუნდაც მადლიერების ნაკლებობა იყოს მიზეზები, რომელიც უკვე იმ ნაპოვნ პროფესიას ვეღარ აფასებს. ანუ შეიძლება შემთხვევით მოხდა ისე ცხოვრებაში, რომ მან მიაგნო თავის პროფესიას, მაგალითად მომღერალია, მსახიობია, ბიზნესმენია, უბრალოდ აი მეორე თვისებების გამო აუფასწურებს. ანუ ეგეც მნიშვნელოვანია, რომ ამ ძებნაში ნაპოვნიც არ დავკარგოთ. ამიტომ ორივე ერთი რომ გაიხსენოს, სად იყო ყველაზე ბედნიერი და თუ არც ერთი დღევანდელი მდგომარეობა იმ ბავშვობაში, სადაც აი 5-7 წლამდეა რა, უფრო ეგ რა, მე უკვე ვიზრდებით და მე უკვე ბევრი იმას მეც ჩვენც რაღაცა იმას ხდებით, ხო, მაინც თამაშიც კი ზეგავი ბიჭი თუ ხარ ფეხბურთი უნდა ითამაშო, ხო რაღაცა გოგო თუ ხარ ბარბი უნდა ითამაშო. ესეც ზეგავნის, მაგრამ აი სადღაც ბავშვობაში იქ მეტი თავისუფლებაა, თუნდაც შენ გონებაში იქ ვერ გიზღუდავს თავიდან ვერავინ, ვერც საზოგადოება, ვერც გარემო და იმ შენ წაი ძილის წინ რომ არის ადამიანები, ხა ჩემთვის უთქვამთ მაგალითად ჩემ კოუჩინგზე, რომ აი დავკარგე წარმოსახვის უნარი, მაგალითად, აი ძილის წინ რომ ვიძინებდი პირობითად, მე წარმოვიდგენდი ჩემს სასურველ ცხოვრებას და მე ბედნიერად მეძინებოდა. აი 16 წლამდე ესე ვაკეთებდი და მოდი გავიხსენოთ ეს სასურველი ცხოვრება და იქიდან დღეს არაფერი არის შექმნილი. და აი ეგ მაგას მოუტანი ესეთი მოტივაცია თქო, რომ კონკრეტული მაგალითია, ის საფრანგეთში გადასულა, მაგალითად, ეს ცხოვრება წარმოვიდგინე საფრანგეთში ცხოვრობდა და 32 წლის ასაკში ჩემი მეგობარი მაგალითად გადავიდა საფრანგეთში, აი ხა დაიწყო იმ ცხოვრების შექმნა, 1 წელია დაიწყო და მართლა უკვე ქმნის და ყველაფერი ხელს ადეთუ ყველაფერი ხელს უშლიდა ცხოვრებაში, ყველა მიზეზი ქონდა პრობლემა, მეორე ნახევარი თუ ოჯახი თუ ბიზნესი და შემდეგ. ეხლა თითქოს მთელი სამყარო მისთვის მუშაობს. ერთ-ერთი ესაა, რომ გავიხსენოთ აი ეს ეტაპი, როდესაც მართლა ყველას გავახსენდება ეს ბედნიერების შეგრძნებები, რა შვებოდა მაშინ ჩვენი საკუთარი თავი და იქ პროფესიასაც მიაგნებს ადამიანი. კი, მესმის ძალიან. მაგრამ ნახე რა არის ძალიან რთულია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მე რასაც პოდკასტი დაწყება შენც კარგად იცი, მინდოდა წინა წელს რომ ვნახეთ ერთმანეთი ვისაუბროთ რომ მინდოდა პოდკასტი დაწყება, ვერ დავიწყე. მაგრამ მე სხვა არ მეგონა თუ ვერ და იმიტომ რომ მე იმდენად დობა ქონდა შენ როგორც საქმეების კუთხით რომ ანუ შენ ჩემთვის ეგეთი ხარ რომ იტყვის და აკეთებს. მაგრამ ეგ ესე იყო საჭირო, ეხლა ამის გამო არც უნდა გააკრიტიკო ალბათ თავი, ალბათ თუ გასულიყო ეს 1 წელი. ხო, როგორც ჩანს. იმიტომ ვერ გააკეთე კი ალბათ აი რაღაცა ვერ დაალაგდა და არა ის რომ ვერ შევძელია ხა იმიტომ რომ რაც მოინდა ყველაფერს აღარ. არ დავალაგე როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეხლა ჩემ სამუშაო როლზე სანამ მე რა თქმა უნდა სამუშაო როლს გამოვუშვებ, მე თვითონ მუშაობ, ხო? და რა მიმოქმედა ეხლა ჩემთან 2025 წელი ჩემთვის, ჩემდა გასაოცრად. მიუხედავად ჩემი ცნობიერების მაღალი დონეზე იყო, ძალიან გაურკვეველი წელი. ანუ ვერ გავიგე ან რა მოიტანა, ან რა თქმა უნდა, ბევრი მოიტანა და შეჯამდა იქ რაღაცები, რაღაც გასაშვები იყო, გაუშვი და აი ძალიან დიდი პროცესები მოხდა, რა თქმა უნდა, ის 1 წელი საჭირო იყო რაღაც დუმარების 1 წელი, მაგრამ აი რამ გამაკეთებინა პოდკასტი, როდესაც სამუშაო როლი შევავსე და ვნახე რა დავკარგე, ანუ როგორ წავართვი ის რაც თვალებს ამინათებ და საკუთარ თავს, ხო? აი როგორ ჩემ შემთხვევაში კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო იმის გაანალიზება, რა წავართვი ჩემ თავს. ანუ რამ უნდა გამოგვიყვანოს კომფორტის ზონიდან, რას გამოვყავართ, ან როგორ გამოვიდეს ადამიანებს ზიანი ახლა და ფიქრობენ, რომ აი იქ ვიცი რომ ზუსტად მაგარი წარმატებული ვიქნები, მაგრამ აი ვერ იწყებს, იმიტომ რომ იქ რაღაც პასუხისმგებლობები მაქვსო, მეორადი სარგებელი აქვს რაღაც, აი რა არის ის, რითაც ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. აი შენთან როდესაც მოდის კლიენტი და ეს კოუჩინგურის და ხვდები რომ ვერ გამოდის კომფორტის ზონიდან, ვერ გდგამს მიზნებისკენ. აი რას ეტყოდი, რას კითხავდი? ძალიან რთული არის. ხო, აი ეს ბენდუკიზის ისტორიის მაგალითი შეჩმაზე როყება, ხო, მაგის ორიგინალი ვერსია არის, ტალაღზეა ეგეთი ისტორია, რომ
ჩავარდი ტალახში, ზამთარში პირობითად და ეს ტალახი თბილია, იმიტომ რომ მიწაში თბილია. ხე შენ ორი ვარიანტი გაქვს რა, ამოხვიდე და ეს იციო გადავალხო, მაგრამ გადარჩე ტალახიდან და წახვიდე სახლში და დაიბანო პირობითად, ან დარჩე თბილად ამ რაღაც თოლში, სანამ ეს ყინული არის, იმიტომ რომ გარეთ ცივა, ასე ვთქვი, კომფორტი ზონა არის თბილი ადგილი, სადაც შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს. უბრალოდ აღარ გინდოდეს. ანუ აი მე რო ეხლა ვამბობ ისე თამამოთ ეხლა ამერიკიდან დაუბრუნდი ხარ, არ მინდა რომ იმ ხალხთან ცუდად გამოვიდეს ვინც იქ რედაღამბეში ჩამოვსა წლები რა 10 ჯერ ჩემზე მეტია გაკეთებული და ნახე უბრალოდ მე სუდია კარგია რო აფასებ. თითქოს ჩემი არის, ანუ ის ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე ჩემი არის, ანუ შეიძლება იქ კომფორტ ზონაშიც კი შევსულიყავი, მაგრამ კარგად მაინც არ ყოფილიყავი. ამ სირთულეში სადაც დავბრუნდი ხა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ორი კვირის წინ არ მოხდარა ეს, ხო? წლები გავიდა მის მერე, ხო? მაშინ მით უმეტეს მე დაიწყო აქ პოლიტიკური სირთულეები, დაიწყო ამდენი არეულობა, დაიწყო ომები მსოფლიოში და ყველა მიზეზია იმის, რომ თქვა, რომ ცუდად უნდა ვიყო, მაგრამ ნუ არ ვარი ხა ცუდად, კარგად ვარ პირიქით რა. შესაბამისად ვერ ვიტყვი რომ კომფორტი ზონაში ვარ, ეხლა იმიტომ რომ შეიძლება პირიქით დისკომფორტი აქვს კომპანია ნულიდან დაიწყე მით უმეტეს მინუსიდან, არაფრიდან რაღაცა შექმნა, როცა შენ დამფუძნებელი ხარ, მით უმეტეს შენ გესმის ამის, რომ ყველაფერი შენ ხარ ამ კომპანიაში და ყველა პოზიციაში შენ ხარ და ყველაფერზე პასუხისმგებელი ხარ და ეს არ არის 8 საათიანი სამუშაო დრო, რომ ვიღაცა წყობილ სისტემიდან წამოხვიდე სახლში დაჯდე, ანუ პირიქით 24 საათი სიზმარშიც კი სუმუშაობ. შესაბამისად ეს არის ზუსტად აი ეს კომფორტი ზონის დაძლევა, რომ რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ შეიძლება შენ ყველაფერი კარგი გქონდეს, მაგრამ არ იყო კარგად. აი ეს ამით უნდა მიხვდე, რომ მე კარგი კი არ უნდა მქონდეს, მე უნდა ვიყო კარგად და შემდეგ მქონდეს. მე შემოქონდეს ბევრი სახლი, ბევრი მანქანა, ბევრი მეგობარი მყავდეს, მაგრამ მაინც უდათ ვიყო. მაგრამ შემოყავდეს ერთი კარგი მეგობარი, ერთი სახლი და ერთი მანქანა და ვიყო ძალიან ბედნიერი ამ ყოველფრით რა. აი, თავარი კითხვა არის რა მაქვს, არამედ როგორ ვარ და ეს როგორ მყოფი რას ვქმნი. და თუ მივხვდით რომ ცუდად ვარ, გინდა კომფორტი ზონა დაარქვით, გინდა დისკომფორტი ორივე შესაძლებელი. ერთი კითხვა არ მასვენებს და დაგისვამ უბრალოდ, იმიტომ რომ წეგან თქვი ამერიკაში რო გავხედეო, აი რაღა არის აქ გასაკეთებელიო. შეიძლება შენ კომფორტი ზონა საქართველოს ყოფილიყო? თუ კი ფიქრია ამ კუთხით, თუ შეგიხედავს ამ კუთხით. ისე შეიძლება, მე რო კოუჩინგში დავჩენიყავ და 100%-ით და მე არ დამიწყო ეს ახალი მაშინ ჩავშევედი კომფორტ ზონაში. კი, ეგ ნამდვილად, იმიტომ რომ წამიქნა. ყველაფერი აწყვილი გაქვს, ანუ ერთ პოსტებ და ყველა პროგრამა ივსება, ანუ თითქმის აბსოლუტურად ყველა საათი დატვირთული მქონდა. აღარ მიწევდა, აი ბოლოს უკვე ესე გადაცემებში თუ დავდიოდი მაგალითად ტელევიზიებში, აი ეხა ადრე თუ ვცნებოდი რომ ტელევიზიაში ყოფილიყავი, ბოლოს შემეძლო რომ უარიც მე თქვა გადამედო, მე თქვა ჟურნალისტისთვის რომ თან ჟურნალისტი ვერ უნდა გააბრაზოთ, თორემ მე აღარ გირეკავე ხო და მე თქვა რომ აი ხა ეს ერთი კვირა არ შემილია შემდეგ კვირაში და ეგ შეიძლება იყო გარკვეულწილად კომფორტის ზონა და ალბათ ხო ჩემმა აი რაღაცა მოზღობულმა თვითგადარჩენამ რომელიც ბავშვობიდან მომყვება მაგან ხო შემაგდო იმ პროფესიაში სადაც მხოლოდ დისკომფორტი იყო თავი აწევდი არა სისტემურობა არ იცი სხვაზე ხარ დამოკიდებული პროფესიონალები კი მოყავდა მაგრამ აი მენეჯმენტი შეიძლება იცოდი მაგრამ იქ მაინც ყველა შეცდომა თუ ყველა ფინანსური გაწოლება შენ თავზე იყო შენ ხარ დამკვეთს ბრენდი ვერ ეტყვი და არც ეტყვის კონფიდენსი რომ იქ რაღაცა მე სწორად ვერ დავთვალე ან ვიღაცამ დამიგვიანა ანას შენ ყველაფერი შენ თავზე უნდა იყოს აი ეს იყო ზუსტად აი კომფორტიდან გამოსვლა დისკომფორტში გადასვლა. მე ისე აღმოჩნდა რომ რაღაცებს დროც აღარ მქონდა და რაღაც ეტაპი რთულიც მქონდა უფრო რომ წამიდგე უკვე აღარც კოუჩინგისთვის აღარ მცალია. პროექტები მიდის, მაგრამ აქ ფინანსურად ჯერ კარგად არ არის ყველაფერი და პლუს იქ მინუსები რაღაცები იყო ეს სირთუ პირიქით. რაღაცა დიდი დისკომფორტში შეიძლება იმ ყინულში რო ვახსენეთ რაღაც ყინვაშიც აღმოჩნდი, მაგრამ აი ესეთი 20-24-ის ნახევარი და 25-ის ნახევარი იყო რა. 25 რო დასრულდა და 26 რო შევხვდით აქ უკვე მხოლოდ მადლიერება იყო. მხოლოდ მადლიერება. აი იყო რომ მადლობა უბრალოდ აი ამ სიტყვაში ყველაფერი ღმერთს მადლობა თუ სამყაროს თუ ასე შემდეგ რომ ყველას თუ ადამიანებს თუ დამკვეთებს თუ ყველას აი თითქოს აი ეს არის სრულყოფი რაღაცა თითქოს მადლობა არა კონკრეტულად ვიღაცის მიმართ არამედ აი ზოგადი მადლიერება რომ უბრალოდ აი ყველაფერი შედგა ყველაფერი გამოვიდა იმ სირთულეების მიუხედავად რაც მსოფლიოში მიდის თითქოს რაღაცად მაინც კარგად შეჯამდა ეს წელი და 2026-იც ესე მაგრა დაიწყო. მიხარია ძალიან. იმიტომ რომ წეგან ახსენე მოგვიანებით ჩვენ უკვე მერაქს ერთი თანამშრომელი ჩემა და თათული რომელიც სოციმედიას აკეთებდა და ერთხელ მახსოვს რომ ანუ მეთქი ორ კურსს ვიწყებთ თქო ხო და
ერთი შენიყავი და კიდევ ერთი კურსი იწყებოდა მოგვიანებით და კახიზე ბევრი არაფერი გჭირდება, ხო? იმიტომ რომ ვიცოდით რომ რაღაც კახი თუ იყო, ეს რაღაც მარტივად გაიყიდებოდა და გადავდიოდით უცებ სხვა რაღაცას და ჩემთვის ფუფუნება იყო, სიმართლე გითხრა, ხო? შენთან მუშაობა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს ძალიან რაღაც მარტივად დიდი ძალისხმევის ჩადების გარეშე მოკლედ როგორც მივაწვ თავი იყო რომ ინფორმაცია მისულიყო ყველასთან რომ იწყებოდა ეს კურსი და რაღაცა და მადლობა ძალიან შენ ამისთვის და მადლობა თან იმისთვის რომ მოხვედ იმიტომ ძალიან დიდი ნდობა გქონდა შენ მაშინ და ხო ესე შეიძლება ითქვას რომ უარით შეიძლება გეთქვა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედი და დარჩი ჩემთან. კახი, ნახე, ალბათ არ ვიცი, შეიძლება ეხლა მე მგონი მე აღარ მაქვს, არ ვიცი, უნდა დავფიქრდე, მაგრამ დღევანდელი კახი ნანობს რამეს? ალბათ ეხლა ის რო არავინ არაფერს არ ნანობს, კი, არა, რაღაცები ყველას ექნება სინანული, ხო? მაგრამ დიდი რაღაცა, თუნდაც ამერიკა, ხარჯები, მინუსები ახსენე. არა, ხო, არა. ალბათ იქ რო დავშენიყავი ამას რო ვინანებდი, მე მგონი ეხა მაგრამ ეგ ისე უგურს ყველას რო თუნდაც შენს მეგობრებს, წარმოგიდგენთ ბავშვების მეგობრებს, რომლებიც ეს ისედაც იცოდნენ, რომ კახი უბრალოდ ამერიკაში მიდის, სადაც მაგათვისაც კოუჩინგის ეტაპი თუ წარმატების ეტაპი არ იყო შეიძლება რაღაცების დასტური ცხოვრებაში, მაგრამ ეს გაწოლება რომ დასტური რომ ადამიანი როგორ შეიძლება შეიცვალოს. რომ მართლა შეიცვალოს და მე ვფიქრობ კი არ შევიცვალებოთ ის ვიყავი შეცვლილი, ანუ ის კახი რომელიც პლუს სადღაც მიდიოდა რა სულ რა და შენ იმიტომ რომ წახვიდე ერთი ადგილ და მეორე ადგილზე რომ აქ ცუდად ხარ ან არ გინდა და უბრალოდ სულ გარბი ხარ ან რაღაცების გაექცე, არამედ უბრალოდ უნდა მოგინდეს მეორე ადგილზე და სადაც ხარ უნდა იყო კარგად და ესე კარგად ყოფნაც ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა მეც შეიძლება ცირთულები მაქვს, რაღაცა დისკომფორტები მაქვს, რაღაც სინანულები მაქვს. შეიძლება უფრო ადრე დავრჩენილიყავი და უფრო ადრე დამეწო, მაგრამ ეხლა რაც არ უნდა ვიძახო ამას ნანოფ იმოსწონო საბოლოო ჯამში მაინც რო აგრძელებ მე საქმეს და შედეგები მოდის, მე ის სინანულიც როგორც ემოცია ხრება და პრაქტიკაში ვერაფერს ვერ შეცვლი წარსული არ არსებობს ხო ეხლა ეს რომ მივდგე არაფერი აღარ არის დღევანდელი დღე არის და მიყვები ცხოვრებას. თუ შენ გინდა მიზეზი რომ ხანდახან შენი თავით შეაჩერო, მაშინ უნდა იპოვო სინანულის მიზეზი. დასვენება თუ გინდა და ვერასვენებ, ხო. დაიწყე სინანული და ეგრევე გაჩერდები და თუ გინდა რომ გააგრძელო, უბრალოდ უნდა გააგრძელო რა და. კი. რა მაინტერესებს იცი? ძალიან ბევრი, ჩემი მეგობრებით, არ ვიცი შეიძლება ეს ვით საზღვარგარეთ ცხოვრობთ, იმას თქვას, ესეთ რაღაცა, მაგრამ მე მგონი აქაც მქონდა მე მსგავსი რაღაცა. ეხლა მაგალითად, ამერიკიდან რო ბრუნდებოდი, გქონდა თუ არა ის როგორ ვთქვა, ფიქრი რომ რას იტყვიან, როგორ შეხედავენ ჩემ გადაწყვეტილებას, ხომ არ იტყვიან რომ კახი დამარცხდა, რა შიშებთან, ფიქრებთან მოგიწია გამკლავება თუ ეს უკვე დამუშავებული თემა იყო და იცი არის ეგ ძალიან საინტერესო კითხვა რა და ხო რო დავუშვათ თუ ისე დავბრუნდი რომ მაგაზე საერთოდ არც მიფიქრია რა ანუ ისე მოხდა რომ ჩამოვიდი მე უფრო დავიწყე მაგაზე ფიქრი ერთი ეგ არის მეორე რომ ჩემს ირგვლივ არ ყოფილა თანადგომა წასვლის კუთხით. პირველ რიგში დედაჩემს არ უხარო და ხანდახან მეგობრები მაგით არ გამოვიდა მეთქი. მეორე რიგში ჩემი ოჯახის წევრებსაც დიერთი ხა რომ არ უნდათ რა, ანუ იმის უხედავად რომ მივდიოდი ხა, მე არ მიწევდა მაგალითად თუნდაც მექსიკიდან წასვლა ამას შემდეგ, ანუ მივდიოდი ჩვეულებრივ თვითნავით, ჩაუფრინდებოდი, მეგობარი ხვდებოდა, ანუ მაინც ყველა ნეგატიურად იყო. ხო თითქოს ზოგს გული წლებოდა, ზოგი ნერვიულობდა ზოგაში. მათ შორის მეგობრებსაც ეხა წლებოდა გული, რომ კახი აღარ იქნება, სულ დაუკარგეთ რაღაც. შესაბამისად, აქედან ეს რაღაც დიდი ფსონი არ დადებულა, რომ ეხა მე წავედი და დავბრუნდი და მე ამ დაბრუნების მერე იმდენი სიხარული იყო ამათანაც, რომ შეიძლება ამან გადააბალანსა, რომ ხო, ანუ არ მიგრძნია, რომ დავმარცხი ან რაღაც. კი უკითხიათ, ხო რა, ვერ ბჭყალებში ვერ გაკაჩე იქ რაღაცა ვერ ქენი და შენი და ეგრეც რო ყოფილიყო არ არის პრობლემა. შემიძლია თქვა, რომ ვერ შევძელი და უფრო ძლიერია ის ადამიანი, ვინც დარჩა და ვინც შეძლო, ვიდრე მე. ესეც შემიძლია თქვა თუ ესეა. ანუ არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ნუ როგორც არის ესეა რა მოგეთ. შეიძლება ვერ გავხაჩე და მაგით წამოვიდი, შეიძლება აქ უფრო მინდოდა და წამოვიდი. ყველა თეორია, რომელიც დასაშვებია, ყველაფერი მისაღებია ჩემთვის. ამ კითხვაზე შეგიძლია არ მიპასუხო. რა მოლოდინები ქონდა იმ კახის, რომელიც ამერიკაში მიდიოდა? ვინ იქნებოდა ის კახი 5 წლის შემდეგ? რას შეცვლიდა ამერიკაში? ანუ რა სიახლეს მოუდა? ამერიკაში ვერაფერს შეცვლიდი რა. შეიძლება ამერიკიდან საქართველოს შემეცვალა. ოკეი, პირიქით გინდოდა. შეიძლება, ანუ მე მაინც ქონდა ეგ განცდა, რომ ეხა მე არ მქონია ეს ადრე თუ ბავშვობაში რაღაცებზე ბრაზობდი,
ქვეყანაზე პირობითად ხალხზე და რაღაცები, მე მაგასაკში უკვე აღარ ვიყავი ეგრე პირიქით. აქედან უკვე საქართველოს შეყვარებული წავედი, ანუ და ადრე თუ ვამბობდი რომ აი მე უნდა წავიდე და მორჩა აქ არ მინდა ცხოვრება, ეხლა ვამბობ რომ მე უბრალოდ უკეთესი ცხოვრება მინდა და უკეთესი გარემო მინდა, მაგრამ მაინც სადღაც ბოლო ეტაპი მაინც საქართველოს უკავშირდებოდა. აი 25 წლამდე შეიძლება მე თქვა რომ ჩემი დასასრული არის უცხოეთში, მაგრამ აი რო წავედი უკვე მაინც აი ბოლოს აქ ვფიქრობდი, აი მიწას აქ ვიყიდი, სახს აქ ავაშენებ, ანუ ეგრე იყო და იქედან თუ რამეს შევძლებდი რომ პირადად მე შევიცვლებოდი ჩემი ცხოვრება გამარჯვებასობა ფინანსურათაც, მატერიალურათაც თუ პრაქტიკულათაც, მაინც რაღაცებს აქაურობას ვაკავშირებდი და იქ რა მოხდა კიდე იცი რომ იქ ისეთი ადამიანები, 1 2 3 ადამიანი შემოხვდა იქ, როგორც ქართველი ასე უცხოელი, რომ აი საქართველოზე ლაპარაკი რო დაიწყო, ისეთ რაღაცებს ვილაპარაკეთ, რაზეც აი ადრე არ ვლაპარაკობდი რა. აი მაგალითად პრაქტიკულად ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელსაც კარგი გამოცდილება აქვს ეკონომიკური გამოცდილების, ძალიან კარგად ამისთან რამხელა პერსპექტივები აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც აი პოსტსაბჭოთა აზროვნებიდან გამოვლენ. ანუ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ძალიან მტკივა ის პროცესები, რაც საქართველოში ხდება, პოლიტიკურად ერთ მხარეს და მეორე მხარეს თავი დავანებოთ, ანუ აი მე უფრო იმას კი არ მეშენ რომელი ხელისუფლება იქნება, რომელი მთავრობა იქნება, იმაზე კი არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ აი ჩვენ შევძლებთ თუ არა აი პოსტსაბჭოთა აზროვნების დაძლებას და ჩვენი რეალური აზროვნების დაბადებას. იმიტომ რომ თუ ეს მოვახერხეთ, მერე ნამდვილად მართლა ივერიის გაბრწყინება კი რა აღშენებლობა და ყველაფერი გველოდება, იმიტომ რომ ისტორიაში ეს რაცა გვიქნია კიდეც. სუსტად იგივე ეტაპი იყო 9 საუკუნის წინ, როდესაც დავით აღმაშენებელი იყო მაშინ აი ეს პოსტ სპარსული აზროვნების გავლენა, აი გამოვიდოდით თუ არა და ჩვენ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნებთ და შევქმნით თუ არა სახელმწიფოს. ეს გაიარა იმ საუკუნეში აღმაშენებელთან ერთად საქართველოს და შექმნა სახელმწიფო, რომელსაც იმპერიას ეძახდნენ. იმის მერე ნუ რაც გავიარეთ, მე იყო რაც ოქროს ხანა, მე იყო დაცემა, მე საბჭოთა კავშირი და მოვიდეთ დღეს. რაღაცები ისტორიაში მეორდება, რაღაცებს ზოგი ასტროლოგიურად ხსნის, ზოგი ნუმეროლოგიურად ხსნის, ზოგი რელიგიურად ხსნის. მე პირადად ეს ახსნებს რომ თავი დავანებო, მე მგონი რომ ეხლა ეგეთი ეტაპი გვაქვს. აი პრედავით აღმაშენებლის ეტაპი, როდესაც ყველაფერი ძალიან რთულად იყო, ბევრი სირთულე უნდა გაიარა, ინსტიტუციები უნდა დანგრეულიყო, რაღაცები უნდა შეცვლილიყო და თუ ჩვენ შევძლებთ აი ერია ამ ყველაფრის არა კარგის ან ცუდის ან რაღაცის მიმართ გაერთიანებას, არამედ ერთმანეთის მიმართ გაერთიანებას და მართლა ერთობას და მართლა იმის პოვნას, რომ ვინ ვართ ეს ქართველობა რას ნიშნავს და საქართველოს ნიშნავს და ისტორია რას ნიშნავს და დავიჯერებთ რომ ზუსტად პატარა ქვეყანასაც შეიძლება ვერ გახდეს დიდი, მაგრამ გახდეს დიდებული. ხო მე უკვე შევქმნით იმას, რომელიც მე იქ დავინახე ზუსტად რა მაგას ვამბობ. დავინახე ზუსტად ამ ადამიანების როგორც პრაქტიკული გადმოსახედიდან, ასევე თეორიულადაც აი თუ ადრე ვამბობდი რომ საქართველოს პერსპექტიულია, შეიძლება ბიზნესი აკეთო, იქ რაღაც ანაკლია უნდა გქონდეს, იქ რაღაცა ქვეყნებთან დაალაგდე, შეიძლება ევროკავშირის წევრი იყო, შეიძლება არ იყო, მაგრამ უსაფრთხოებაში იყო და ძლიერი იყო, ანუ და რაღაც აი ეს ყველაფერი თუ მე თეორიულად მესმოდა, აი იქ ვიგრძენი. ანუ აი უბრალოდ ეს შეგრძნება იყო, ეს მართლა ისია რა. და იქ მართლა ყველაფერი შესაქმნელია, ანუ იქ აქ თუ 100 მილიონი ქარხანა არის, იქ 2 ქარხანა არის და შენ უნდა შექმნა ეს. აქ თუ რაღაცა 1 მილიონი ქოუჩი, ეგ 2-3 ადამიანია, 5-10 ადამიანია, რომელიც მიყვება. აქ თუ რაღაცა მილიონი ტელევიზია, იქ 2 ტელევიზია გაქვს და 3 ტელევიზია და მივხვდი რომ აი ეს ქვეყანა ხო და ყველაფერს თავი დავანებო რომ იქ პერსპექტივებსაც და რესურსსაც დავანებოთ ეს არის შენი და მორჩა რაც არის შენი ის კარგი და ცუდი შეფასება აღარ ჭირდება შენი არის შენი და ის ბუნებრივად გიყვარს რა ამიტომ საქართველოს მივხვდი რომ ეს არის ჩემი და მოდი ჩემსასში გავაგრძელებ და რასაც შევძლებ და სულ რო ვერ შევძლებ ხა გავიდეს 10 წელი და 15 წელი სინანული მithmedes საფის არ შემოდის რა ეს იყო ჩემი ძალიან გააზრებული წასვლაზე მეტად წამოსვლაზე გააზრებული გააზრება იყო ვიდე წასვლა იყო 10 წლის წინ გადაწყვეტილი გადაწყვეტა ანუ სურვილი და აი იქ ძალიან კარგად გააზრდა რომ არა უნდა მორჩეს ორი გადაწყვეტილება იყო წასვლა და წამოსვლა ორივე ძალიან ისეთი სამაყო არის ჩემთვის ჩემი გადაწყვეტილებებში ცხოვრებაში რაც მიმიღია. ეს ხო ძალიან დიდი უნარია და ძალიან მაგარი უნარია თავის დროზე შეძლო ხელის გაშვება იმაზე რაც აღარ გემსახურება იდეაში ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ შევიძინო, როგორ მივხვდეთ მაგალითად ხო ეხლა შეიძლება ძალიან ბევრი გვიყურებს და ხვდებიან რომ ის ცხოვრება რომელთაც ცხოვრობენ აღარ ემსახურებათ მაგალითად ჩვენთვის ამერიკა ხო 3 კვირაში მივხვდი და შეძელი ხელის გაშვება ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდებოდა ხელის გაშვება და შეიძლება დღესაც უსჭირს ხელის გაშვება, იმიტომ რომ ეს ხო როგორც ჩემი მიზანი იყო, ჩემი ოცნება იყო 3 კვირაში როგორ გაუშვა იმას ხელი, რაც 10 წელი მემსახურებოდა, ხო? ანუ 10 წელი შენთან ცხოვრობდა ეს იდეაში, ხო? ხო და აი
აი როგორ გავუშვათ იმას ხელი, რაც აღარ გვემსახურება და აი როგორ თუნდაც ძალიან ბევრი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ცხოვრობს ტყუილ ცხოვრებაში, როგორც მე ვცხოვრობდი, რომ აი წარმატებული ვარ, ჩემს სოციალურ ქსელში როგორ შეგეხედა, იტყოდი რომ ვაუ, რა მაგარი ცხოვრებით ცხოვრობ, როცა ურთულესი პერიოდის გავდიოდი ზუსტად იმ პერიოდში, როცა ტაშს მიკრავდნენ სოციალურ ქსელში, ხო? აი როგორ უნდა შევძლოთ ზუსტ მომენტში, ან რა კითხვა უნდა დავსვათ, ან რა უნდა გავაანალიზოთ, რომ აი შევძლოთ იმის დატოვება და ახლის დაწყება. კარგი კითხვა განსაკუთრებით ემიგრაციის კუთხით, ბევრ ემიგრანტს უკითხავს ეს, რომ აი როდის უნდა მოხდეს. აი ვიყიდე ერთი ბინა, ვიყიდე ორი ბინა, სამი ბინა, შევძე ანუ ის დასაწყისში კი არა, აი რაღაც ეტაპზე, როცა ეს მიზნებს მივახციე. მაგ შემთხვევაში მე ვფიქრობ ეს რაცაც, რომ ის შენ თუ მაგარი ხარ ბინების ყიდვაში, მაშინ ამაზე უარს ვეღარ იტყვი. თუ მიყევი რომ შენ 3 წელში თუ 4 წელში ემიგრაციიდან 3 ბინა იყიდე, ამაზე უარის ხო ძალიან რთულია, იმიტომ რომ ამიგი ხარ ნულიდან წახვედი, იქ შექმენი უცხო ქვეყანაში, ამდენი შრომი, ამდენი სირთულე გაიარე და ეს მარტო იცის იმან ვის გაიარა. თეორიულად ამაზე რაც არ უნდა მოყვე, არც მე ვიცი და არც არავინ არ იცის, ვინც გაიარა, იმან იცის პერსონალურად რა სირთულე გაიარა, მაგრამ რაღაც ეტაპზე მერე უკვე ესეც შეიძლება კომფორტის ზონა გახდეს, ხო? ანუ რომ მუშაობ, შემოსავალი მაქვს, ეხლა რო წავიდე, რა ვქნა, სამსახური არ მაქვს, პროფესია არ მაქვს, საქმე რა გავაგრძელო, რა ვიპოვო, კი მაქვს ეს ბინები, მაგრამ მოდი ამაში მაგარი ვარ და დავრჩები ისევ რა და თან ფინანსურადაც ძლიერი. ამ შემთხვევაში ზუსტად უნდა რა პირველი ეტაპი, ანუ ორი რაღაც ჭირდება უსაფრთხოების განცდის გადასალახად ადამიანს რა. კონდეს სახლი, რომ იცოდეს სადაც ახურავს ჭერი და ფსიქოლოგიურად იცოდეს რომ მას აქვს საკუთარი სახლი და რაღაც გარკვეული შემოსავალი, რომელიც მას გადაარჩენს. აი რაღაც თანხა დათვალოს, რომ მე მჭირდება მაგალითად ეს არის ნამდვილად 250 ლარი, რომელიც გადაარჩენდა და რომელიც დადგენილია რომ საშუალო შემოსავალი თუ გადარჩენის მჭირდება, მაგრამ რაღაცა პირობითად 2000 ლარი მაგალითად, ხო? და თუ მე გადმოსახედიდან შევძელი ეს რომ ვიყიდე საკუთარი სახლი პირობითად ერთი ბინა, სადაც შემიძლია ვიცხოვრო კონფიდენს მაგამირემოტო მაგალითად. ხო. და მეორე სახლი, რომელიც შემიძლია გავაქირავო პირობითად, ხო? აი ეს ორი საკამერისია უსაფრთხოების. ანუ ეს არის იმისთვის საკამერისი, რომ მე თქვა რომ მე რომ ამის მეტი არაფერი აღარ შევქრა, ეს არის საკამერისი. მე ჩემი თავი უკვე უსაფრთხოებაში შევიყვანე. მე ჩავალ ერთ სახლში ვიცხოვრებ, მეორეს გავაქირავ. აი ამის დროს უნდა მიცე მე უკვე დასვენების უფლება და აი ამ მოდუნების უფლება. თუ ამ მოდუნების და დასვენების უფლების მე მიხვდები რომ ანუ შენ თავში როცა გადაწყვეტ რომ ეს საკამარისია და შენ თუ კიდე მოგინდება ამის მე დარჩენა და გადავშეთ კომერციული პარტნიორი მოგინდება ან ახალი რამე პროფესიის შეძენა ან კიდე ბინა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ თუ იმის მე შენ მიხვდი რომ არა ეხა უნდა წამოვიდე, მაშინ უნდა წამოხვიდე, ამ ერთ სახლში შეხვიდე და იცხოვრო, დაისვენო, უბრალოდ დაისვენო. ხო იშრომ ეს 10 წელი რა. ხო აკეთე ეს საქმე. უბრალოდ აი შეიძლება დაჯდე და არაფერი არ აკეთო. აი წახვიდე და რაღაცა ისეირნო უბრალოდ და მეგობრები ნახო და გამოიძინო. და მეორე სახლი რომელიც პირობითად გაქირავებული აქვს, იმით მიიღო ის შემოსავალი, რომ შენ გადარჩე და თან ნორმალურად იცხოვრო და ამ დასვენების მერე უკვე დაიწყო ძებნა რა გინდა რომ ახალი გააკეთო. არავის არ უნდა გქონდეს იმის შიში რომ 40 წლის ასაკში იქნება თუ 50 წლის ასაკში პროფესიას ვერ იპოვის რა. შეიძლება ვიღაც ჩამოვიდეს და გავშეთ ბრენდი შექმნას პირობითად ულამაზესი ამას არც ცალკე პროფესია ჭირდება და არც შეიძენ იმ პროფესიას ისწავლი და ყვავილები თუ გიყვარს ადამიანს ისწავლი რომელს უხდება და საბოლოო ჯამში შექმნი ბრენდს ხო? იგივე შეუძლია გააკეთოს ნებისმიერ ადამიანს. როდესაც მათი პერსონალური უსაფრთხოების ეტაპი დადგება, ეს არ არის მარტო ფიზიკური უსაფრთხოება, ეს არის პიროვნულიც, რომ ადამიანმა უნდა გაიაროს, შეიძლება 5 წელი ჭირდება. ერთია რომ ფინანსური საჭიროების გამო მიდის ემიგრაციაში და მეორე რომ პიროვნული განვითარების საჭიროების გამოც მიდის ადამიანი, რომ მან აქ რაღაცა ბევრი შეზღუდვები ვერ გადაილახავს, ერთულები აქვს, პრობლემები აქვს და უფრო ანუ რთულსა და უფრო რთულს შორის უფრო რთული აირჩია. ძალიან რთულია ეს სამშობლოდან წასვლა და სხვა ქვეყანაში სხვისთვის მუშაობა. რაც უნდა შეუყვარდე ხა იმ იტალიელს და რაც უნდა შეუყვარდე იმ ამერიკელს, ისე მაინც ვერ შეუყვარდები როგორც შენ ქვეყანა, ანუ შენი ვერ გახდება ვერასდროს რა ეხა. ამერიკამ უფრო არის კიდე რომ შეიძლება ჩახვიდე ფრანგი და გახდე ამერიკელი, მაგრამ იმას ვერ დაკარგავ რა, ანუ შენი ფსიქოლოგიური მთლიანობისთვის შენი სამშობლო უნდა იპოვო, მიიღო და გამთლიანდე. რომელიც ხარ არ მშობა რა კვერიდან ხარ, რა ქვეყნიდან ხარ, იმისთვის რომ შენი მთლიანობა შედგეს პიროვნული, შენი სამშობლოს ეტაპი და გასავლელი. ამას იგავი თუ გაგავი, მაინც ვერ კარგავ, ანუ თუ არ ქართველი ვარ, თუ არ სომეხი ვარ, თუ არ ევროპელი, ფრანგი ვარ, რაც უნდა უკეთესი იყოს ამერიკა, მაინც ვარ ეს ვინც ვარ. შესაბამისად აი ეს უსაფრთხოების ეტაპი საჭიროც არის და კარგიც არის, შეიძლება ადამიანს დაჭირდეს 3-4 წელი, 5 წელი პირობითად, შეიძინოს ეს ბინები, ყოლია ეგეთი როგორც კოუჩინგში ეგეთი და კლიენტები ასევე კონფიდენსში, რომ ამ ადამიანებს ზუსტად რაღაც ეტაპზე შეიძინეს ეს ბინა, გარემონტეს პირობითად და ეხა უკვე შეუძლიათ რომ ჩამოვიდნენ.
მაგალითად მაგრამ მაინც გააგრძელეს. იქ უკვე სხვა მიზეზია, სხვა სამუშაო, რომ აი რატო აგრძელეს? ხა ერთი ბინა იყიდა, ორი ბინა, ხა შვილი გეკითხება, რა როდესაც დასრულდეს. ხო დადგა ეტაპი, რა იქ უკვე ხა უკვე პერსონალურად ინდივიდუალურთან გამოიკვეს, მაგრამ საჭიროებისთვის რომ შენ დაბრუნების საწოლება მიიღო, გჭირდება ორი რაღაცა. ჭერი სახლში, სადაც იცხოვრებ უბრალოდ და რაღაც გარკვეული შემოსავალი უბრალოდ სადაც გადარჩები. დანარჩენი მე ახრიდან ჩამოხვიდე და დაიწყება ახრიდან ახალი ეტაპი შექმნა და საბოლოოდ ახლა მაინც ყოველ ძალიან ბედნიერია ხო ვინც ბრუნდება რა აი ადრე 20 წლის მერე დაბრუნდება და თუ 15 წლის მერე თუ 10 წლის მერე თუ 5 წლის მერე თუ 1 კვირის მერე მაინც რაღაცა შენში რო ბრუნდები სადა რა თქმა უნდა უკეთესია როდესაც ხა ბინებით დაბრუნდები და წარმატებით დაბრუნდები იმიტომ რომ კი სირთულე გაიარება სირთულე ყველგან არის ბიზნესში გაივლი თუ ხა პროფესიაში ყველგან გიწევს სირთულე უბრალოდ შეიძლება აქ გაიარო სადღაც ხა 5 წელი იმუშრომო და ვერ იყიდო უბრალოდ ის ბინა და იქ ნამდვილად შენ პრაქტიკული შედეგები დადო ადამიანს ამიტომ იმ ადამიანებს მათ შორის შენს და ყველა ადამიანს ვინც იქ შრომობთ ჩემთვის ხარ ცოცხალი გმირი. და აი რო ამბობენ ხოლმე რომ აი მაგალითად საქართველოს ქართველების ზარმაციერიო. მან იცი რა შეიძლება რაღაცა 10-20% ვიღაცები არიან მართლა ხა ყველგან არის რა ეგ ამერიკელიც ზარმაცი შეიძლება იყოს და ევროპელიც რა და სხვა ქვეყანაზე კიდე არ ვლაპარაკობ. ხო ანუ ნახე მაგრამ ეს ზარმაცი არის ძალიან აი პრაქტიკაში რო ვიყოთ. თუ 1.5 მილიონი ადამიანი წასულია ევროპაში. იქ ახლა ვინმე ზარმაცობს? ანუ შეიძლება რომ შენ ევროპაში ცხოვრობ 10 წელი. ხო ანუ ესე იგი ეს 1.5 მილიონი ადამიანი ანუ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მშრომელია. დანარჩენი ახალგაზრდა ჯენზი მაგალითად ხო რომელიც ისწავლა და დასაწყისი დროა ზოგი მიმტანად მუშაობს და ზოგი სადაც პროფესიებს პოულობს ასე. აი ეს ჯენზი როგორც 450,000-ია და შეიძლება უფრო მეტი, აქედან რაღაც 20-30% უკვე სწავლობს, უკვე შრომობს, უკვე შრომობს. ეს ზარმაცია არა. შობლები მაგალითად დედაჩემის თაობა, დედაშენის თაობა პირობით ადამიანები, რომლებიც სულ მუშაობენ და სულ მაგათო მოახერხეს რაღაცა დაგვამთავრებინეს უნივერსიტეტი, დაგვიდნენ გვერდში. ესენი ზარმაცებიან არა. ხო, ბაბუაჩემი, ბებიაჩემი, რომელიც ექიმები იყვნენ და თელი ცხოვრება მუშაობდნენ და მათი თაობა, რომელსაც რა თქმა უნდა გადაარჩინეს ის სახლები, გვაჭამეს, გვასვეს და ყველა სირთულეს გამორე. ამათ მათ საიდან ქნეს ხა თუ არ იშრომეს. ანუ აბა ვინ გადარჩა მაშინ ზარმაცი? ანუ ესეც თავს მოხვეული არის. ჩემი ეს და იგიც თავს მოხვეულია, რომ ჩვენ შრომელი 10 კაცი ვზივართ და ვამბობთ, რომ ზარმაცები ვართ. არ ვამბობ მე, არ ვარ ზარმაცი. ჩემს ირგვლივ ორ კაცი ვიპოვი ზარმაც, მაგრამ დანარჩენს შრომობს. განს ემიგრანტი, თუნდაც საქართველოს ქართველი ემიგრანტი არის იმის დასტური, რომ საქართველოს მოსახლეობის 50% ზარმაცი არ არის, სულ აქ მყოფს დავანებოთ თავი და აქაც ეხა იმ დარჩენილი მეორე 1.5 მილიონიდან თუ 2 მილიონიდან ბავშვობაში იქნება თუ გაზრდიდობაში იქნება, ყველა შრომობს და ყველა რაღაც საქმეს აკეთებს და რომს ვერ იპოვოს, კაი საქმე, სადღაც მაინც რაღაცნაირად მუშაობს და წვალობს და უძლებს და მიყვება და შესაბამისად მე მინდა რომ რაღაც ეტაპზე იგი ილუზიაც დაირღვეს რა, იმიტომ რომ ხელოსნებზე ხიათ ამბობენ რომ ზარმაცები არიან და შეიძლება ვიღაცა 10-დან 2-მა 3-მა იზარმაცოს, მაგრამ შენ თუ სწორ სისტემას შევუქმნი, მე ამ პასუხს გულს ვიღებ კონფიდენსში, სწორ სისტემას თუ შევუქმნი, ისე იშრომებს, შეიძლება შენზე მეტი იშრომოს იქ. და რამდენი თანამშრომელი გინახია რომ დამფუძნებელზე მეტი мотиваცია ქონდეს და დამფუძნებელი ვართ სახში იყო შეიძლება წამოწეული და ერთელი გუნდი მუშაობს და ეს ახლა როგორ შეიძლება რომ ამაზე ზარმაცები თქვა. ამიტომ აი ამ მიდგომასაც რო გადავლახავთ და მივიღებთ რომ შეიძლება მაგარი მშრომელებიც ვართ, ხო? ეს შრომა მე უკვე სწორ შედეგებსაც გამოიწვევს. ძალიან დიდი მადლობა კახი, ძალიან საინტერესოა როგორც ყოველთვის შენთან საუბარი. დღესაც მე თვითონაც ძალიან ბევრი რაღაც უკვე გამოვარკვი, რაღაც კითხვები დავსვი და ძალიან საინტერესო იყო. მე მინდა გაჩქო ღვინო, რომელიც წერს ისტორიას. ძალიან დიდი მადლობა. არა, მადლობა შენს. და მადლობა ხო პირველ რიგში იმით რომ მერაკიც დავიწყეთ ერთად პირველი რა ბიჭები გადავიდეთ და მერაკის პოდკასტიც მოკეთ ჩემთან ერთად დაიწყო. მადლობა იმისთვის რომ ხო ყველაფერი რაც ერთმანეთს დავპირდით შეუსრულეს და გავაგრძელო და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან წარმატებული პოდკასტი იქნება. იმიტომ რომ შენ თვითონ ხარ ადამიანი რომელიც ძიებაში ხარ დაიხურა ერთი ეტაპი, დაიწყო ახალი ძიება, ძიება არის უსასრულო, როგორც ახლა წიგნების საკითხს ვერ ამოწურავ ადამიანი, ისე ვერ ამოწურავ ძიების პროცესს და აი ამ ძიებაში შენ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარები, რომ გზაზე შედგეს და პოდკასტიც კიდევ უფრო მასშტაბური და კიდევ უფრო ფართო გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ რომ ადრე თუ ვიღაცას ქონდა მაინც გასაგები ტრენინგს ვერ დავიწყებ პირველ თორემ მივალ, ამას უკვე წინ არაფერი არ უდგას, რომ უბრალოდ პოდკასტი ჩართო და მოусმინო. როგორც ჩვენ ერთდროს ვიღაცას მოусმინეთ და ცვლილებები დაიწყო. ასე დაიწყო მაცხოვრებაში ცვლილებები და მაგარ ამბავს აკეთებ და რაც არის ეხა ქართულად რო არის, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იგი ნამდვილად ქართველების ის არის და ესეც საქართველოსთან კავშირში. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა პირიქით. აბა მომავალ შეხვედრამდე.